ხო, პირველი ეს შეკითხვა კი დავშვი ისედაც, მაგრამ მაინც მინდოდა კიდევ ერთხელ მეკითხა, სულ პირველად ვინ ნახა? თქვენ ნახეთ, მე მგონი პირველად თქვენს პირველად ნახეთ. მარიამ ვიცი რომ მარიამს ბევრჯერ აქვს ნანახი და მეც ახლა გარეთ ვამბობდი რომ მე მაგალითად ტრადიციად მეკცა დედაჩემთან და ოჯახთან ერთად ამის ყურება აღდგომას. და ხო, მამაჩემი ეს ანიმაცია რო გამოვიდა უკვე გარდაცვლილი იყო და ესე ვთქვათ, მას ძალიან უყვარდა მოკეთ ანიმაციების ყურება და ყველაფერი საიდანღაც მოდის, ხო, აი საიდან გვიყვარდება რაღაცის კეთება და მე მაგალითად ფილმები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ანიმაციების ყურება მაგალითად მამასთან ერთად მიყვარდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ აი რაღაცა ბავშვური ხდებოდა ამ ანიმაციას რო ჩართავდა ხოლმე და ესე დავსხდებოდით და ამ ხელა კაცი წარმოვიდგეთ ეს დაждდებოდა და ტომი და ჯერის ყურება შეეძლო სრული სერიოზულობით და აი თითქოს რაღაცა ესეთ უმნიშვნელოვანეს ფილმს უყურებდა და მოკეთ ყველა ეს ანიმაცია ძალიან მოსწონდა და ძალიან უყვარდა და მით უმეტეს მამას გარდაცვალების მერე რაღაცა უფრო ემოციური გახდა კიდე ჩემთვის ანიმაციის ყურება და მით უმეტეს ახლა კოკოს რო ვუყურებ კიდევ და კიდევ უფრო მიმძაფრდება ეს ამბავი რომ ისეთ თემას ეხება ზოგადად აი ამ კავშირის უწყვეტობას რაც გარდაცვლილ ადამიანთან გვაქვს ძალიან უკავშირდება ეს ანიმაცია და რაღაცა შეგრძნება მაქვს ცოტა მეამიტურად კი ვამბობ მაგრამ აი რო უყურებ ხოლმე თითქოს რაღაცა მასაც ნანახი აქვს რაღაცა ესე წარმომიდგენია ხოლმე ხო მოდი სანამ დავიწყებთ ახლა რაღაც სიმბოლოებთან შეხებას აი ესეთი შეკითხვა მაქვს ახლა მიგელისთვის მაგალითად ყველაფრის ამომავალი წერტილი და ყველაფრის საწყისი იყო მუსიკა ხო ესე იგი მან მუსიკისთვის და იმისთვის რომ მასში მუსიკა არ გამქრალიყო ხმა არ გაჩერებულიყო და ყველაფერს თავისი ჟღერადობა და თავისი მელოდია ქონოდა რამხელა რაღაცას შეეჭიდა ანუ ბრძოლა დაიწყო და თავის თავგადასავალი იმისთვის რომ არ სურდა მუსიკის დათმობა. აი ხა ცოტა ხნით აი ჩვენ თავში რომ ჩავიხედოთ ყველამ რა არის ის რაც აი ასეთი მონდომებით გარდაცვლილთა სამყაროშიც კი არ მომერიდება და წავალ და იქაც კი მოვძებნი იმ ჩემს სურვილს და შევეგებები რომელიც მაქვს. აი ცოტა ხნით ესე გულწრფელად გავუზიაროთ ერთმანეთს რა არის პროფესიის ის ნაწილი ან რისმა სიყვარულმა შეუძლია რომ აი ესე მონდომებით წამიყვანოს რაღაც გზაზე აბა მეც ვფიქრობ ხა თქვენთან ერთად რა მიყვარს რისი კეთება მიყვარს იმდენად რომ ყველაფერი დავივიწყო და რაღაცნაირად მივდიო ამ ჩემ ოცნებას გაქვთ გახსენდებათ ვინმეს ესეთი ოცნება აი ბელა სხვათა შორის მუსიკოსია და მე მგონი ზუსტად მუსიკასთან აკავშირებს ამ ამბავს. ხო, უბრალოდ პროფესია კი არ არის, ეს არის რაღაც სულიერი გამოძახილი, აი გეძახის თითქოს და კი და აი ადამიანებს ხშირად ალბათ არ გვაქვს ამის ფუფუნება, თუნდაც ყოველდღიურობიდან გამომდინარე, რომ იმაზე დაფიქრების საშუალებაც კი არ გვაქვს ხოლმე ხშირად, რომ აი ხა ეს კითხვა რო დავშვი, ალბათ რა ფიქრობთ, ხო, აი რა არის ეს, რა შეიძლება იყოს? სხვადასხვა ამ ბოლოს დროს ხშირად ვფიქრობ მაგაზე, რომ აი რაღაცა არის კეთებაც იმდენად ძალიან გინდა რომ ვერ ვერაფერს ვერ დავლას. იგივე ჩემს ცხოვრებაში არ არის. მაშინ მართლა თუ არ გამომივიდა მაგისთვის რომ უბრალოდ აი გადამიფურჩქნა რომ აი ეს კი არის არ არის და გიპოვნა და ალბათ მართლა მაგისთვის ვიპოვო შეიძლება კომუნიკაცია ან შეიძლება უბრალოდ გზაზე შეგხვდეს ეს ყველაფერი და თავიდანვე არც იცოდე შენ თავი რო იპოვო რეალური რაღაც უპოვო ალბათ მაგ გზაზე უნდა დადგე და მე შეიძლება შეგხვდეს ეგეთი რაღაც იმიტომ რომ იგივისთვის თავიდანვე კი, აი ზოგჯერ მაგალითად ჩემთვის დაუსვამთ ესეთი შეკითხვა, რომ აი რომ მიწუწუნია მაგალითად რომ აუ არ მომწონს, რასაც ვაკეთებ და რა არის ეს, რაც ხდება ჩემ თავს და უცებ შემოუბრუნებია ადამიანს კითხვა, რომ აბა რისი კეთება გინდა. და აი მან უკვე ვიბნევი, რომ კი ვიწუწუნე, მაგრამ რა მაქვს საპასუხო, რისი კეთება მინდა მართლა სინამდვილეში. მან ის მომენტიც არის რეალურად ახლა მაგალითად იმის კეთებაში ხელს რო ასე ვთქვათ არავინ არ მიშლის ისედაც
და ყოველდღიურად რეალისტები იმ ხელა მოთხოვნილება და იმ ხელა ადრენალინი არ მაქვს იმის მიღწევისკენ რამხელაც ეხლა მიგელის ქონდა, იმიტომ რომ მიგელის ქონდა შეკავებული სიყვარული, ანუ რეალიზება არ ქონდა მთელი ცხოვრება რისკეთებდა და ხელი შემშლელი ფაქტორები ქონდა და მე ასე ვთქვათ რაღაცა მსხვერპლზე წასვლა და ინციდენტამდე მისვლა უწევს რომ ეს მერე მოტივაციაში გადაეზარდოს და იქ დაიწყოს. ანუ მან იცის რა არის თავისი ოცნება, უბრალოდ ბოჭავენ. და ქონდა სიყვარული კიდე კი ექნა მე ესე მგონია მას რო ბავშვობიდან საუბრობრივად დაკრძალული არ ქონდა გენეტიკურად აქვს ეს ნიჭი და კი აი რაღაც გამოძახილი არის მასში ეს კი და ჩვეულებრივად დაკრძალული არ ყოფილიყო ოჯახში და რა ვიცი გიტარაზეც ეტარებინათ და კონცერტებზეც გაეშვათ ამ ხელა ის აღარ ექნებოდა აღმატებული ანუ ყოველ ამის მიუწვდომელი იყო ეს და მიუწვდომელმა გახადა ასეთი ჯადოსნური კი მართალია მეც რასაც ყოველდღიურობაში ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს ის მიუწვდომლობის და ჯადოსნურობის ერთ-ერთი აღარ დასწრება არავინ მეგობება გზაზე და არავინ მიკრძალავს კი აი და მარტივად ყოველდღიურობაში უკვე ისია გამარჯვებასავით არის რა კი აი ბავშვობაში რო ვამბობთ ხოლმე ხო ის ბავშვებს აი რასაც უკრძალავენ ბავშვებს მაინც და მაინც ის რო უნდათ აი ზუსტად ეგ მომენტი არის რომ რაც ისედაც ყოველდღიურად მაქვს თითქოს მიუწვდომელი არ არის და ისედაც მაქვს და რასაც მიკრძალავენ და რაც მიყვარს აი იმისკენ მივილტვი რაღაცნაირად უფრო ემოციურად ის თქვა გინდა კი აი მან ორი ვარიანტია ერთი რომ ის უფრო გაძლიერდეს ეს სულ და ყოველთვის გაკეთე რაც მიგელმა გააკეთა და მეორე რომ რაღაცა დაიჩაგროს და პირიქით უფრო ჩაკლა შენში ეს ყველაფერი ხო კი და სხვათა შორის ამ ანიმაციაზე კიდევ რისი თქმაც მინდოდა ალბათ დამეთანხმებით არის ის რომ აი თქვენ კარგად თქვით გარეთ რომ თითქოს რაღაცნაირად გვაჩვენა რომ ამ გარდაცვალებაში რაც თავისთავად უბედურებაა და ცუდია რაღაცნაირად მაინც შემგუებლობა დავინახოთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც რაც ყველა ადამიანს ელის. არავინ ვიცით როდის, არავინ ვიცით როდის დაგვიკაკუნებს ეს ამბავი, მაგრამ ის მაინც ყველამ ვიცით რომ ოდესღაც ეს მოხდება. და რაღაცნაირად მე ჩემი თავი წინასწარ უნდა შევამზადო და რაღაცნაირად შევეგუო როგორ მოხდება ეს ყველაფერი. და რამდენიმე ინტერვიუს რომ ვუყურე, ვინც მუშაობდა ამ ანიმაციაზე და სხვათა შორის ოსკარიც აიღო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაცია ალბათ მათ შორის რაც კი გადაღებულა როგორ იმუშავეს იმაზე რა ქვია გრიმზე თუ რა დაუძახო და აი თუ შეხედავდით ჩონჩხებს არც ერთი არ იყო იმდენად საშიში რომ ბავშვსაც კი არ შეეშინდება აი რაღაცნაირად თითქოს ჩვეულებრივი ადამიანის ნაირია კი აი ჩონჩხი კი არის მაგრამ იმდენად საშიში არ არის რომ საშიშად აღვიქვათ აი ბავშვებისთვის მისაღებად დახატეს და სხვათა შორის აი ერთი ძალიან ემოციური ამბავი რაც არის კიდევ როდესაც ხიდს გადმოდიან და აქეთ უკან რომ ბრუნდებიან რომ მივიდნენ თავიანთ საყვარელ ადამიანებთან კი და აი ბავშვებიც რომ მოყავთ ხელჩაკიდებული და აი რაღაცნაირად რო აგუებენ ამ ბავშვებს რომ იცი რა ცხოვრება იმდენად დაუნდობელია ზოგჯერ რომ აი იქ მიღმიერ სამყაროში სამწუხაროდ ბავშვებიც არიან და სხვათა შორის იმაზეც აქცენტია გაკეთებული რომ ვინც რა ასაკში გარდაიცვალა ზუსტად იმავე ასაკის არის იქ კი და აი კოკორო მამამისზე დიდია წარმოიდგინეთ აი ამ რეალობასაც გთავაზობს რომ შენ რა სახითაც იმ სამყაროში გადახვალ ისეთი რჩები მერე და ერთ-ერთი ყველაზე ემოციურ მომენტად ამ ანიმაციაში თვლიან ის ბოლოს ნამღერ remember me-ს მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია ის ბუზღუნავისაც დაუძახა იმ კაცს ის მისი პირველი ესე ვთქვათ საერთოდ წასვლა ამ სამყაროდან და ესეც როგორი სიმბოლურია ხო აი მე მაგალითად ამ ანიმაციამ მართლა მასწავლა ბევრი რაღაც ყოველგვარი რაღაც ფამილარობის გარეშე ვამბობ რომ უფრო ისე დავინახე აი ღრმად უთქვამთ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანი წინაპრები, სიტყვა წინაპრები რომ გვესმის, აი თითქოს რაღაცა კაი, აი გასაგებია, პატივი უნდა ვცეთ, უნდა მივაგოთ პატივი, რაღაც სადღეგრძელოების ხო ვიცით ხოლმე ხო, სუფრაზე რომ აი წინაპრებს და ამან კიდე უფრო სხვანაირად დამანახა, რას შეიძლება ნიშნავდეს მათი გახსენება. და ჩვენც ხო გვაქვს ეს ტრადიციები, თუნდაც ჭიქაღვინის წაქცევა იქაც იყო ხო, ღვინო რო წაქცია და მე ჭიქა გადმოაბრუნა და რაღაცნაირად აი უფრო გამიღრმავდა ის ამბავი, რომ კიდევ უფრო მეტი მოწიწებით ვიხსენებ ამ ადამიანებს და მართლა მეფიქრება იმაზე, რომ მე თუ დავივიწყე ეს ხალხი, რაღაცა იქიდანაც გარდაიცვლებიან და ძალიან სევდიანია მართლა ეს.
და მე შენ როგორ უნდა იცხოვრო აქ ამ სამყაროში, რომ აქ დატოვო რაღაც ისეთი, რომელიც შენ თავს ადამიანებს გაახსენებს და ერთი მომენტი თუ გახსოვთ, იქ ერთი კაცი გადის ამ საზღვარზე და ეუბნება, რომ თქვენი კბილის ექიმს გაახსენდითო. ესე იგი, ყველა ადამიანმა დაივიწყა, ოჯახმაც დაივიწყა, შეიძლება აღარც ყავს, ხო, ოჯახი იქ, მაგრამ კბილის ექიმს, ესე იგი, რამდენად დიდია ადამიანის დატოვებული კვალი ამ სამყაროში, რომ იმ ადამიანს გაახსენდე, ვისგანაც შეიძლება საერთოდ წარმოუდგენელი იყოს, ხო, ეს ამბავი. აი მიგელის ამბავი სხვათა შორის გმირის მოგზაურობა მე ხშირად მომყავს, მაგრამ მაინც ამაზე არის ხოლმე ასე თუ ისე აგებული ყველა ეს მოგზაურობა და რა არის მიგელის გმირის მოგზაურობა ამ შემთხვევაში და რა არის ზოგადად დასაწყისი, საიდანაც მიგელი იწყებს. დასაწყისი არის ის შებოჭილობა, რაც მარიამმა ახსენა, ხო, მიგელის საწყისი და არაკომფორტული მდგომარეობა არის ის, რომ მას უკრძალავენ მუსიკას, მას უკრძალავენ ზოგადად რაიმე მელოდიური გაჟღერებას, ხო? ესე იგი, როგორ ეზიზღება ამ ადამიანებს ეს მუსიკა, რომ იქ მომენტი არის, რომ ბოთლში რო ცდილობს, რომ რაღაც მელოდიები გამოუშვას, იქაც კი უკრძალავენ და წაართმევენ ამბოც, იმიტომ რომ მუსიკა მათი ოჯახი დაანგრია. ეს არის აი ეს მოცემულობა, რაც მიგელს აქვს. ბრავო, მარიამ. პირველივე კადრები, რაც არის იმ კოკოსი და დედამისის შვილის. არის მატრამოდიდან გამოძახილი, ეგრევე მაგას ეჯახება. კი. ერთი კოკო, რომელსაც იმდენად აქვს როგორც ამ მეხსიერების პრობლემა, რომ შვილსაც ვერ ცნობს. და როცა მამა მოგონებაში მაინც ცოცხალი და მამას ამბობს აი. კი. აი რას გეუბნება შენ როგორც ფსიქოლოგს ეგ? და ეს შვილი, რომელიც იმ კაცის შვილი გამოდის, ხო, კოკოს შვილის ხალი. კი. რომელიც განსაკუთრებით სიმკაცრით გამოირჩევა. და ადამიანი, რომელიც არ უნახავს, თვითონ არ იცნობდა, კონკრეტულად მას არ აღნიშნავია თავისი პრობლემისგან. კი. ზუსტად მიზეზიც არის ის, რატო გაეცალა. ეს არის ცოტა ბრმა იმასთან ასოცირდება რა, ბრმა წარმოდგენის შექმნა. ბრმა რწმენა, რომ რაღაცა რაც ხო. და როგორი კატეგორიულია იმის მიმართ, რაც არის ის რეალურად საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და ეგეც ხო ტრამაზე მეტყველებს, რომ როგორი დახშული აქვს, რომ სხვა მუსიკის გაგებაც არ უნდა. ხოდა მის დაკრული არ ჩართვების გვარი არ ახსენო იმის რაღაცა, რომ აი საერთოდ ამოშალა ეს სფერო თავის ცხოვრებიდან და თავისი სამომავლობის ცხოვრებიდანაც, ხო მის კუთვნით დაიბადა მერე და ეს არის უკიდურესი ნაბიჯი, რასაც აკეთებს და ეგეც რა უცნაურია, ხო, რაღაცა ბრმა რაღაცასთან ასოცირდება, მე რაღაცა სასტიკი პროტესტი მქონდეს, რაზეც არ ვიცი რატომ აქვს, არ ვიცი რა მიზეზი აქვს და თან ესე შთამომავლობა მეხსიერებისგან მერგო რაღაცნაირად ეს. ვავრცელებდი აი ამ პრობლემაზე, თითქოს მართლა რაღაც მე გადამხდა. აი ფაქტიურად ეგ ხალი არაფრისგან რაღაცას ქმნიდა რა, ანუ როგორი ის არის, ხო, ნაცნობი ჩვენს ცხოვრებაშიც ალბათ. აი ჩვენ ცხოვრებაში გადმოდის ეგ როდის, იცი, აი როცა უნდათ რაღაც, აი მაგალითად შეიძლება ჩვენ ოჯახში არ ყოფილა ესეთი რაღაც, მაგრამ ხო გვსმენია, რომ გვიკრძალავენ რაღაცა ვიყოთ, რაღაც გავხდეთ. მაგრამ ჩვენებული ისტორია, ჩვენებული ამბავია, არა უცხო და არა უფრო ნაცნობი. კი. და აი მას კოკოს რაც შეეხება, ეს არის უფრო შეიძლება მისის არის ის ხელისუფლება, რაღაცა ინერციული მოგონება რაღაცა მამამისის აი გააზრებულად სავარაუდოდ არ ამბობდა მამას, მაგრამ ბავშვობის ტრაუმებიდან გადამოდის მომენტი. დალექილი არის მასში, კი. აი რაღაცა გამოძახილივით უფრო იყო, ვიდრე გააზრებული და ბოლო კადრიც ხო მაგით იმაში რომ აღდგენაც მაგით ხდება, კი. ხო, იავნანასავი. კი, ზუსტად, აი იავნანას ამბავი არის. და აი ისიც როგორი ჩვენებური ამბავია თითქოს და არა მარტო ჩვენებური, აი ზოგადად ხო არის ხოლმე ესეთი ტრადიცია, რომ ჩვენ გვარში ყველა მეწაღე ყავდა. ესე იგი, ყველა მეწაღე იყო თაობიდან თაობას გადაეცემოდა და შენ ხარ ვალდებული, რომ აი ეს ტვირთი კოკოსთვის ტვირთი არის ეს ზუსტად და ეს შეიძლება ღირსეული საქმიანობა იყოს, ნამდვილად არაფერი ამაში დასაზრახი არ იყოს, მაგრამ იმისთვის, ვისაც ეს არ აინტერესებს, ეს არის ტვირთი და ის არ ღვევს აი ამ კედელს. ისიც ნახე რა საინტერესო ფენომენია, ისიც ალბათ ჩვენ გარემოშიც ხშირია ხოლმე, რომ მე თუ რაღაც არ მომწონს, მე არ მომწონს. მე ვარ გაბრაზებული თქვათ მეკოზე და არ მინდა რომ მეკო რასაც აკეთებს ვუყურო რა. მაგრამ მე დიფუზიურად, აუ, ჩემ შვილსაც ვაძალებ, რომ მეკოზე იყოს გაბრაზებული, ჩემ შვილის თელ სამყაროს ვაძალებ. ხო,
ხო, ყველას ვაძალებ, რომ ყველა მიიღდნენ ნიკოს პირობით. ნიკოზე გაბრაზებული, იმიტომ რომ მე ვარ გაბრაზებული. ესეც ეს არის. კი და აი შენ წარმოიდგინე რომ მანდ მარტო მიგელის ამბავი არ არის. ოჯახში რამდენი წევრი იყო? წარმოიდგინეთ, თქვენ რა გგონიათ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს მეწაღეობა უნდა და იმ ოჯახში ეს არის იძულებით იქმედება. რეალურად ძალა არის, რომ და შენს კი. უფრო კარგად გამიგება, მაგრამ ახლა შეზღუდვა არის რეალურად და ახლა თვითონ როცა დამახინჯებული ფორმა მაგას და ნებაყოფლობაზე არ არის დამყარებული. და იცი რა მომენტში მე ესე აღვიქ, თვითონ ოჯახს არ სურდა მუსიკა და როგორ იყო? ბებოსის, ბებოსიტა თუ რა. ბებოსიტა, ნუ. ბებოსიტაზე ზახტა. ბებოსიტას გავლენის ქვეშ რო იყვნენ. აი მან ნიკო. ეს ბევრ პეჩენიას რო უწყობს თან ჭამეო, ესეც როგორი ქართული არის თითქოს რაღაც ჭამე ბებო არ გამხდარი ხარ? არ დამდროს სუგანი რო ხარ? სიტარას რო გაუწეხავს და მიგელის მამის რეაქცია როგორ იყო მასაც რო სძულებოდა ეს მუსიკა. რეაქცია არ ექნებოდა, კი. აი ბოლო მომენტში ხო დააცადა იმას ისე უნდა რომ ხელი შეეშალა რო ბოლოს წერა და მაგალითად აი რა მაგალითად როგორ უყურებთ იმ მომენტს თქვენ, როცა ამ ოჯახის პროფესიული საქმიანობა მაინც და მაინც მეწაღეობაა და ფეხსაცმელთან დაკავშირებული. ხო არ არის ეს რაღაცა შებოჭილობის სიმბოლოც, რომ აი ფეხსაცმელი. ესე იგი იმაში ყავხარ დაჭერილი, რითიც სიარული შეგიძლია. აი რაღაცა მე ესე ვხედავ თითქოს. კი რა თქმა უნდა. შეგეჩილება მატერიის და იდეის კონფლიქტი ერთმანეთში. კი. ის რომ მამა წავიდა, დედა დარჩა და პირველად გახსენებია და თავი გადაიჩინენით რომ დაიწყო მეწაღეობა. კი. მეწაღეობა და ფეხსაცმელი, ხო და საერთოდ ფეხსაცმელი ეს დამიწებასთან არის კავშირში, გრაუნდინგს, ამერიკასთან და მატერიალურის მოჭიდება მატერიალურთან, კი. მატერიალურის მოჭიდება ხდება მაშინ, როდესაც გადასარჩენია და კი. როკა მატერიალურები რა ხო ჭამა გჭირდება და ამ ქალმა მონახა ეს გზა ეს იყო ამ დამიწება გააკეთა. როდესაც ასე კატეგორიულად უარყოფენ სიმღერას და მუსიკას ეს სინამდვილეში არა მარტო ის არის რაღაცას სვა ძალიან ძლიერი ამ მატერიალურს. კი. იმიტომ რომ მუსიკა და მელოდია როგორც ცდუნება შეიძლება შეგვიძლია თემი არის აი პროა კი, ზუსტად. გადაიღო და ვიღაცას მოუღი სიმღერა, ვიღაცას ცეკვა და მორჩა და გადაუტრიალდეს ტვინი, ხო? ხო, და ეს ბებიესი და ვინც იყო ეს ამის დამცველი. და ამიტომ ყველანაირ ცდილობდა ამ გადარჩენას უკეთებდა თითქოს თავის კი და ეხლა თქვენმა ნათქვამმა კიდე საითკენ წამიყვანა ისიც თუ დააკვირდებით ყველას ვისაც ემუქრება ფეხსაცმლით ემუქრება. ანუ მუქარის იარაღიც კი ფეხსაცმელი არის. ესე იგი სწორად თქვით ნახეთ ყველაფერი მიდის აი ამ დამიწებისკენ და დამიწება რეალურად ამ შემთხვევაში დამორჩილებას და რაღაცნაირად დამონებას ნიშნავს. გადარჩენას, ამავდროულად გადარჩენას კი. და მუსიკა რა არის, ხო? მუსიკა არის აღმაფრენა, მუსიკა ცასთან ასოცირდება, ჰაერთან ასოცირდება, ფრენასთან ასოცირდება, ხო? და სწორად აღნიშნეთ, რომ აი ეს არასტაბილურობა არის, კი. და ზუსტად ამას აბრალებს ეს ქალი, რომ ზუსტად აი ამ არასტაბილურობამ გამინადგურა ოჯახი და მე უნდა ვიპოვო რაღაც ისეთი, რაც აი ამ ერთ სივრცეში დამიტოვებს ამ ყველაფერს, ხო? და ზუსტად ამიტომ აი ესე შეიძლება აღვიქვათ ამ მეწაღეობის ამბავი, რომ ფეხსაცმელი, ანუ პირველი რაღაც, რაც მე მჭირდება, რომ ჩავიცვა, რომ გავიდე სახლიდან, აი ეს არის ზუსტად მფლობელობაში აღებული. და დასაწყისზე ვილაპარაკეთ, ხო რა არის მიგელის დასაწყისი, მას უნდა მუსიკა, მას უნდა მელოდიურობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ აქვს და ეს არის გამოწვევა და ძახილი ზუსტად იმისკენ, რომ მას ჭირდება მოგზაურობა. თავგადასავლისკენ მოწოდება და შეხვედრა მენტორთან. აი მოდი თქვენს მომეხმარეთ, მენტორი ამ შემთხვევაში, აი შთამაგონებელი ადამიანი და პიროვნება, ვინც მიგელს რაღაცაში დაეხმარება და ხელს წაუკრავს, ის ჰექტორი შეიძლება, ეს ჯერჯერობით უცნობი ბაბუა დავინახოთ, რომ თუ აი მიგელისთვის მენტორი ვინ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. პირველი ფეხსაცმელს ვინც უწმენთ, ხო? კი, და ვინც მიაწოდა ეს, ბებიას ფეხსაცმელმა ისიც დაიმორჩილა მართალია, მაგრამ პირველი აი ეს სულიერი აღფრთოვანება თითქოს მისგან წამოვიდა. მე რა მომენტით დავინახე, მისი დახმარება არ იყო კრიტიკული. კი. იმიტომ რომ თუნდაც იმას ხელი შეეშალა, თვითონ აგზავნა და მაგ მომენტში თქვა რომ წარმოგვიდგა სამყაროში, ის არის ცნობილი, ეს ცოტა ახლოვდება რაღაცნაირად და
შენ მაინც რომ მზად ხარ, რომ ამის გარეშეც ყველაფერი გააკეთო, ანუ ძალიან უკვე ძლიერი. კი, მართალს ამბობთ, ანუ კრიტიკული არ იყო, კრიტიკული იყო ზუსტად იმ კაცის დახმარება. მან პირველი გიტარა მაგან მიაწოდა ყველაფერს თავი რო დაანებო. აი თავისი ოცნება. კი. სუბუქი იყო, მაგრამ გამოღვიძება იყო. პირველი ის ინსტრუმენტი, რომელიც მას თავის საოცნებო სამყაროსთან აკავშირებს, გაუწოდა ზუსტად ამ ადამიანმა. მოწყვიტა ცოტა ხნით ფეხსაცმელს და ოცნება დაანახა, რომ აი მე შენ ოცნებას გაძლევ ცოტა ხნით და დაიჭირე ხელში. მართალია არ დაცალდა, მაგრამ აი სწორად თქვით, რომ გამოღვიძება, რაც იყო ზუსტად ეს იყო. მარიამ რას ამბობ? კი, იქ უკვე მარიამი რასაც ამბობდა, აი ხალხადადეს იქ უკვე ამის უკვე ის მე მას ამსხასებ ძალიან ფონის და ფიგურის თემას ხო და ის რასაც ხედავს ფიგურას რომ იქ უნდა მივიდეს იქ მიდის და აი აქეთ საერთოდ აღარ აღიქავს ხედვის შემშნელ ფაქტორებს რა ხედვის არეალი უკვე დახშული არის კი სად არის იმდენად აქვს ის მიზანი და გეზი აღებული რომ მარტო იქ ხედავს პერიფერიებია უკვე ყველაფერი ცალკე კი და რო გავაგრძელოთ ახლა ბარიერის გადალახვა რეალურად არის რამხელა დაბრკოლება არის წარმოიდგინე ესეთ დამიწებულ სიტუაციაში სახლი რომელიც მთლიანად ფეხსაცმლად არის გადაქცეული რომელიც უძრავია და ფეხსაცმლის დანიშნულება რა არის და როდის იღებს ფეხსაცმელი ფუნქციას და დანიშნულებას მაშინ როცა მასში ადამიანი ჩადგავს ფეხს ისე цаრიელი ფეხსაცმელი არაფერია, მაინც უძრაობა არის, ხო? მოძრავს ხდის მაშინ, როდესაც ადამიანის ფეხი შეეხება მას. და ესე იგი მიგელი ტოვებს აი ამ წიაღს ზუსტად და თითქოს ფეხშველი მირბის ამ თავისი ოცნებისკენ და მისი ის პატარა ბუდე თუნდაც რაც აქვს გაკეთებული, ხო? მოწყობილი რაღაც სიმულაციური თავისი ოცნების სამყარო, რომელიც სხვათა შორის მხოლოდ თავისმა მესაიდუმლემ ძაღლმა იცის და აქვე მინდა გავაკეთო ერთი შედარება, ძაღლს ქვია დანტე. თუ დააგვერდით. და ის მოგზაურობაც რაც არის მერე მიგელის ისტორიაში ზუსტად ეს დანტე სახელი ძალიან სიმბოლური არის ამ ყველაფერში და როგორი ერთგულია ყველა ძაღლის ასე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება და ფუნქცია და რის გამოც გვიყვარს ეს ძაღლები არის ზუსტად ის რომ ერთგულები არიან ძალიან და ზუსტად აი ამ ამბავს ასრულებს ძალიან ემოციურად. როგორ გარემოში ხარ და როგორ არის ეგ სახლი როცა დანტე როცა აქ იყო. აი სულელი განავითარებელი ძაღლი. თან ენაც რო აქვს რაღაცნაირად გადმოვარდნი. იქ იმ გარემოში როგორი რესურსული გახდა. კი. ესე იგი ეს ზუსტად ეს არის, ხო? აი გარემო არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, სად როგორად აღიქვამენ. ესე იგი იქ რაღაცა თითქოს დაუშნოებული, თითქოს ეს ენა გადმოვარდნილი, არავინ არაფრად არ თვლის, არ აღიარებს და შესაბამისი გარემო მისთვის და მისი მთელი რესურსი. მაგრამ დანტეს ფუნქცია ამ შემთხვევაში არის მეგზურობა. მიგელის კვალდაკვალ სიარული და მისი ერთგულება, ხო და ამავე დროს არა მარტო მიგელი პოულობს თავის საბოლოო დანიშნულებას, არამედ თავად დანტეს და მე მგონი თუ არ მეშლება ანიმაციაში დანტე საერთოდ რჩება კიდეც იქით ხარ ეს, ხო, იმიტომ რომ მე მგონი ასაკიანი ძაღლია უკვე და უკვე იქ რჩება რაღაცნაირად გარანტირებულ идеალურ სამყაროში, როგორცაც ძაღლები იმსახურებენ. აი პირველი მარცხი როდის არის მიგელის შემთხვევაში როგორ გონიათ აი ამ უკვე რო გაიაზრა ეს ყველაფერი და იმ სამყაროსაც შეხვდა პირველი მარცხი სად მიიღო გარდა იმ მარცხისა თავისთავად მარცხი იყო ის სადაც ცხოვრობდა მაგრამ როცა უკვე დაიძრა და სულა გააგრძელა როდის იყო მისი მარცხი პირველი აბა ესე დავფიქრდეთ როდესაც იმედი გაუწევდა ბლოგში კი კაცი არ არის ვისაც ისახაა მისი მთელი ოცნების კოშკი აგებული იყო ერნესტო დელაკრუსზე, ხო, გამოგონილ პერსონაჟზე, რომელიც მას ძალას აძლევდა და ესეც საინტერესო თემაა, სხვათა შორის ადამიანები წარმოსახვას რამდენად რეალურად ვაგებთ ხოლმე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა იმედგაცრუება, როცა შენი ცხოვრების კუმირი, ვის გამოც გაარღვიე ეს რეალური სამყარო და ირეალურშიც კი გადახვედი და ნახევრად ცოცხალ ადამიანად იქეცი და შენ იქ გაიაზრებ, რომ თურმე ეს ის პიროვნება არ არის, ვისაც ელოდი და ადამიანებს ცხოვრებაში ესეთი მომენტები გვიდგას ხოლმე, ხო? ზოგჯერ რომ ადამიანი, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენი ზურგი იყო, აღმოჩნდება, რომ უკან მივიხედავთ და საერთოდ არავინ არ გვიდგას. ანუ მიგელმა ხო მისი ფილმი, მისი შესრულებული როლები და შეიძლება კი. ასე წარმოდგენა. ახლა როლი ისეთია, როგორცაც გადაწერეს ეს თამაშობ, მაგრამ ჩვენზე რო გადმოვიტანა, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ხშირად მივაწერთ ხოლმე ადამიანებს იმ თვისებებს, რაც რეალურად არ აქვთ და მე
რო ვერ ასრულებ. იმედი გვიცრუდება. ამ ჩვენს წერილთვის მე ჩვენ ვიცრუდება მე იმედები. კი. ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ როქინდა ადამიანი რაღაცა ისე დაინახო, ისეც ხედავ. კი. როგორც სიმრავლიდან აღიქვა. დავამატებ, რომ იმ ფილმში არის გასაღები და პასუხი, რატომ იბრმავებდა თავს, ასე ვთქვათ, აი როგორც ვთქვი, კი აი ეს ფილმიდან ხონდა მას წარმოდგენა, რომ ფილმშივე ჩანდა რა ჩაიდინა და თავს. კი. და აი სხვადასხვის იმ ამბავს როგორ უყურებთ, აი ეგ მაინტერესებს. ესე იგი, რეალური ამბავი და რეალური ისტორია გავიგეთ მიღმიერ სამყაროში. ესე იგი, იქ კამერას რომ მიანათებს, ხო? ყველამ გაიგეთ, ვინ არის ერნესტო დე ლა კრუზი, მაგრამ როგორღაც მოხდა ისე, რომ ამბავი წამოვიდა უკვე რეალურ სამყაროში. ესე იგი, მიგელს მოაქვს ეს ამბავი იმ სამყაროდან, თუ აი ცოტა რეალისტურად და მიამიტობის გარეშე რო შევხედოთ ამ ამბავს, ესე იგი, როგორ ხდება ეს, როგორ შემოდის სინამდვილე ყველა ადამიანს, აი წარმოგიდგენიათ, თქვენ რამდენი ადამიანი არის უკვე იმ სამყაროს გადაბარებული და გარდაცვლილი, რომელსაც რაღაც სიმართლე ქონდა მაინც დასამტკიცებელი ვერ მოასწრო და ისე წავიდა იმ სამყაროში. და ესე იგი, რამდენი მდუმარე მაგრამ მაინც გამაყრუებელი ხმაური ისმის ამ სამყაროში, რომ ჩვენ რაღაცა გქონდა სათქმელი, მაგრამ ვერ მოვასწარით და ვერ ვთქვით. და თითქოს აი მიგელის აი ამ სწორი ამბის გადმოტანით რეალურ სამყაროში, რაღაცა ის სხვა ადამიანების დარდიც თითქოს გაჟღერდა, ხო? ჩვენ არავინ არ ვიცით უკვე, ვინც იქ არის წასული, ვის როგორი სიმართლე ქონდა და რა სიმართლე ქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ესე ხდება და აი მიგელის მობრუნება აი ამ სიმართლით და აი ამ ლამპარით ეგრეთ წოდებულით ეს არის უკვე თითქოს უკვე დადუმებული ადამიანების გაჟღერებული ხმა და გმირის მოგზაურობა ზუსტად ეს არის სიკვდილი და ახლიდან დაბადება. კემბელის გმირის მოგზაურობაში ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა სიკვდილი არის მაშინ, როცა მე საბოლოოდ შევეჩეხები იმ ტკივილს და იმ სევდას პირდაპირ თვალებში ჩავხედავ, რომელიც მაქვს და მასზე გავიმარჯვებ. ეს არის სიკვდილი შეხედვა და მე გამარჯვება, ეს არის უკვე გაცოცხლება და მიგელი პირდაპირ მნიშვნელობით გარდაცვალებით ეგებება ამ ყველაფერს. და შემდეგ უკვე ცოცხლდება და ბრუნდება ამ სამყაროში და რა მოაქვს? აი საბოლოო ცვლილება საბოლოო ცვლილება არის ზუსტად ეს, რომ მან გაიაზრა აბსოლუტურად ყველაფერი და სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. ესე იგი, მარტო თავისი სიმართლე კი არ დააბრუნა ამ სამყაროში. თითქოს გარდაცვლილების სევდაც წამოიღო და თქვა, აი აქ, რეალურ სამყაროში, რაც იყო სათქმელი. თავიდან ხო ოჯახი რაღაც სუდროში იყო. და პირიქით კი. წინაპარი იყო კარგოში და მიდიოდა და რაღაც ეტაპში ეს ყველაფერი შებრუნდა უკან. კი. პირიქით ის გახდა ყველაზე ანტიგმირი და რეალურად ამან იმდენად გაუგო ოჯახს. კი. რომ მზადაც იყო იმაზე, რომ ანუ პირობით დაბრუნებულიყო, ანუ უარი ეთქვა მუსიკა და ის გამოსაიტოს ყველაფერი დაიწყო. ეგ რამხელა თავგანწირვაა, წარმოიდგინეთ. მაგალითად ვფიქრობდი, რომ ეგ რეალურად სწორია თუ აი ანუ იცით რა მომენტი შეიძლება იყოს, რომ შენ ყველაფრისთვის მზად ხარ, მაგრამ სამყარო რო აუცილებლად ისე იმას გიბრძნობს, ანუ ხომ მზად იყო რომ ეს გაეწირა, მაგრამ რეალურად იმათმა აღარ მისცეს ამის საშუალება და ეს აღარ გახდა საჭირო. კი. კი. თუ არ გაეშვა ეს თავისი სურვილი, შეიძლება მაინც ჭიდილში ყველა რაღაც ეგ მომენტი. კი, გეთანხმებით და ნახეთ, ეს ეკოდ გაჟღერებული ამბავი, ანუ ესე იგი იმდენად ხმაურიანი იყო ამ ჰექტორის არ დაბრუნება, რომ აი ამ არ დაბრუნებას ეწირება მთელი ოჯახის ოცნებები, ხო? და ამ ტკივილს, ეს სიცარიელეს, არ დაბრუნების სიცარიელეს ზუსტად და აი ამას არის შეწირული მთელი ოჯახი და აი ზუსტად სწორ სიძახით, ხო, რასაც ამბობთ, ესე იგი მიგელი იმის გამო, რომ თავისი ოცნება მაინც არ გაუშვას ხელიდან, ესე იგი, აი რამდენად თითქოს არალოგიკური არის. ესე იგი, ჩემი ოცნების ასახდენად მივდივარ, მაგრამ ჩემი ოცნების დათმობაზეც კი მზად ვარ, მაგრამ რის გამო? აი მაშინ ჩდება კითხვა, რატო ვთმობ ამას? იცი რა, სხვა ფასეულობა შევიდა უკვე. სხვა ფასეულობა გაჩნდა უფრო ძლიერი. კი. ეს გახდა უკვე მეორე ხარისხოვანი და ეს უფრო მძაფრი ესე რომ ვთქვა. კი, აი აქეთკენ მიმყავს ახლა საუბარი, რომ თურმე მუსიკაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც დავინახე. მუსიკა სხვა რაღაცამდე მიყვანა, ამ მუსიკის ძიებან და ისიც ძალიან თვალშისაცემია, რომ იწყება დამოუკიდებლად ბაბუას კოკოს მამის სახელი. ხო, სახელებში ცოტა. ხო. კოკოს მამაზე.
როგორ ჰექტორი ფოტოს მოგლეჯილია, არც მაგის გამო არც უკრავ, ამოწყვეტილია ფაქტიურად. კი, მოკვეთილი ყავთ. და ბოლოს როგორ ამაყობენ და სახლ-მუზეუმად აქვს წეული და ესე იგი ერთი ნაბიჯი გაშორებს წარმატებასაც და სრულ განადგურებასაც. რეალობა ის არის, რომ არც იმისთვის და არც მეორე ამისთვის არც მდგომარეობის მაგაც არაფერი გაუკეთებია. კი. იქაც სხვა მიმოქმედა. კი, ზუსტად. სხვა მიმოქმედა, ანუ მისი ასე ვთქვათ, დაქცევაც და აშენებაც მასზე არ იყო დამოკიდებული. კი, ზუსტად, მის ჩარევით არ იყო. ჩვენს ცხოვრებაში, ხო? და ჩვენი როლი სხვების ცხოვრებაში როგორი შეიძლება იყოს? კი. ეს მომენტზე ვფიქრობდი აი თუ ნამკაცის როლზე, რომ მაინც როგორ არ ნებდებოდა ხან რა ფორმას ჩაეშორდა, აი მან ის ქონდა აქტიური როლი, მაგ ნაწილში ქონდა, რომ მაინც როლების მორგებაზე, ხო? ალბათ ბაღარო გარიყავი და აღიცა. მასაც ძლიერი мотиваცია უნდა კოპოსლავის. კი. შეხვდა კოპო ბავშვი იყო, რომ გარდაიცვალა და ხო ალბათ 100 წლის იყო და წარმოუდგენთ რაღაც 80 წელი მაგ ყოველ წელს მაგის ცდილობაში. კი და რამდენად სევდიანია მართლა რომ იქ იმ სამყაროში სადაც ჩვენ წარმოდგენა გვაქვს რომ უკვე პოულობენ აი გარდაცვლილებზე ხო ამბობთ ხოლმე რომ დაიმკვიდრა სასუფეველი და თურმე ვერ დაიმკვიდრა იქაც კი თუ რაღაც სადარდებელი მიაქვს და რაღაცა ზურგზე მოკიდებული აქვს გამოვიდა იმ დღეს ბოლოს და რო არ ჯეროდა ფეხებს რო ნელ-ნელა აბიჯებდა რომ ისევ არ ჩავარდეო ხო და ერთ რაღაცაში აი თუ შეიძლება ესე რომ მომეხმაროთ აზროვნებაში ეხა ამ წუთას ვფიქრობ მაგაზე არ მიფიქრია და ამიტომ მინდა რომ თქვენც მომეხმაროთ რა სიმბოლოს ხედავთ ამაში ერნესტო დელაკრუზი ხო მოღალატე პერსონაჟი ამ შემთხვევაში რეალურ სამყაროში მას ეცემა ზარი და კვდება ესე და იქაურ სამყაროშიც ზუსტად იმავე რაღაც ემართება ხო აი რას ნიშნავს ეს აი ეს ასე თქვა კარმების დაგმის და დაუცი ჯერა თუ არა ხო კარმა რა იცი რაღაცა გაკვეთილს რო იგივეს რო გავაკეთე და იგივე ემართება ანუ ერთხელ გასწავლეს ვერ გამოასწორე და მე ისევ ხო და აი რატო მაინც და მაინც ზარის დაცემა აი თავზარდამცემი ამბავი შეიძლება ესე აღვიქვა თუ აი ზარს ეხლა ტყუილად ხო არ შემოიყვანდნენ რაღაცა ფუნქცია ექნება აი მაინც და მაინც ზარით ესე იგი რითი ყველაზე გამაყრუებელი რაღაცა საგნით ხო გარდაცვალება ესე იგი რას ნიშნავს რა შეიძლება რომ აღვიქვათ ეს ან შეიძლება ვიფიქროთ უბრალოდ და ეხლა ამ წუთას არ ვთქვათ უბრალოდ აი აუცილებლად იქნება რაღაც სიმბოლო ამაში ადამიანის ხელით წერია რეალურად ბოლოს სამყაროში იმიტომ რომ ადამიანის რაიმე ცხოვრება კი მაგრამ მაინც რაღაცა განგების ხდება დასასრული კი იმიტომ რომ რაც ჭეშმარიტია ის უნდა მოხდეს სავარაუდოდ კი ბატონო ესე იგი მიგელის დასაწყისი გავიგეთ, შუაში რა მოხდა ეს ამბავიც გავიგეთ და სხვა ადამიანად დაბრუნება და დასასრული არის გმირის მოგზაურობის დასასრული და მიგელი მართლაც სხვა ადამიანად ერთხელ უკვე აი ხო ამბობთ ხოლმე ამას ერთხელ უკვე დაბერებული და რაღაცა თავიდან დაბადებული ადამიანი ბრუნდება უკან და ნახეთ მიაქვს მუსიკა ოჯახიდან ისედაც არ არის იმ ოჯახში მუსიკა მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ბოლომდე გამოაცლის ამ მუსიკას მიდის ამ მუსიკით ხელში და მოაქვს მუსიკა უკან. ოღონდ როცა მოაქვს უკვე ამ მუსიკით ანათებს იქაურობას და ბრუნდება განათებული და რაღაც განათლებულიც და განათებულიც. და მარიამას სწორად აღნიშნა ის, რომ მან მუსიკაზე მეტი დაინახა იქ, მარტო მუსიკა არ დაუნახავს. მან დაინახა ოჯახის მნიშვნელობას ყოველ დღეასწავლიდა ბებია. მაგრამ რატომღაც ბოლომდე ვერ იაზრებდა ამას, იმიტომ რომ სწავლების მეთოდი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. და სხვადასხვა რეალურ ცხოვრებაში მასე ხედავ აი წინაპრების საფუძველსაც ვამბობ და ზოგადად აი წინაპრების თუ ეს არის შინაარს გამოცვლა ძალიან სიყალბე და რაღაცა სპექტაკლი გამოცვლა დადგმული ამბავი არის კი შენ ამასთან კავშირს ვერ ნახულობ და რაღაცა მე შენთვის სიყალბე და თეატრი ხდება და რაღაცა მუსიკა გადაწეული მაგრამ თუ ამის შინაარსში ჩადიხარ და რეალურადაც მე გავაკეთა რომ იგრძნო წინაპარი რას ნიშნავს იქ იქიდან წარმოებული რესურსები რას ნიშნავს და აი მნიშვნელობა რომ წინაპარი გაიხსენა რეალურ ცხოვრებაში ეგეც დაინახა და მე რო კაი თავის დასაწყო ამ ყველაფერს ასწავლიდა უფრო სხვანაირად ეგ არის თუ ამას შინაარსობრივად ხედავ ეს პროცესი არის ბევრად უფრო ესეთი კი ხელშესახები უფრო კი თუ ეს გამოცდილება შინაარსი იგივე ქმედება არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა
კი, გეთახმებით და აი სხვათა შორის ისიც რა შეკითხვა მაქვს, ეხლა ვიცით რომ დიდი მოვლენა იყო ნამდვილად და ცნობილი ადამიანი, მაგრამ აი ესე ხშირად რატო შეიძლება ყავდეთ მაინც და მაინც ფრიდა კალო გამოყვანილი. აი ცოტა ის არ მოგეჩვენათ რომ რაღაც ბევრჯერ არის ნახსენები, ბევრ როლშია ნახსენები და ბევრი ასე ვთქვათ დიდი როლი ქონდა მას. ისევე როგორც დახმარების ხელს უწვდი და ხო აი აქაც ყავს ეხლა უყურებ პირდაპირ და რაღაცა ნუ ალბათ უბრალოდ პატივისცემის დასადასტურებლად თუ აი მაინც და მაინც ეს მხატვარი რატო? ცნობადი სახეა და ალბათ გვაყარშვილებდა რაღაცა ცნობიერად კულტურას. ხო, ანუ უბრალოდ ცნობადობის გამო. უბრალოდ პოპულარულია და ჩონჩხების სამყაროშიც აი იმდენად დაახლოებულია ფრიდას ჩემთვის ახლა ფრიდასი და ეს გარბილებული ჩონჩხის კუთხეები რაღაცა მსგავსებაში მოდის ერთმანეთთან და აი ესპანელების მომხილობა და შემოხილობა უკვე თითქოს აი ხოლო ფრიდას ხო თითქოს თვითონ მულტფილმის ვიზუალის ესთეტიკა და ფრიდას ჩაცმულობის და კი და აი ბელამ სხვათა შორის სწორად ახსენა რომ ზუსტად ეს დარბილებული ჩონჩხები არიან. ესე იგი ჩონჩხი პირველ რიგში რას გვახსენებს? აი ძვალი და რაღაც წვეტიანი რაღაცა რაც დაგაზიანებს, მაგრამ აი რაღაცა თითქოს ესეც ისე იყო მოწყობილი რომ აი არ მეშინია. როგორ შეიძლება აი ერთი შეხედვით როგორ შეიძლება არ მეშინოდეს რომ ვიქცე აი ამ ჩონჩხად რასაც უყურებ, მაგრამ თან რაღაცნაირად არ მეშინოდეს ამ ყველაფრის. აი რაღაცა ვიზუალიზაციას რამ ხელამნიშნულობა აქვს და ადამიანები სხვათა შორის მარიამ შენ დამეთანხმები უფრო მეტად რომ იმ რაღაც წამყვანი ამბები რაც გვაქვს ხოლმე ვიზუალი, აუდიალი რაღაცა მე უფრო მეტად ვიზუალი ვართ ხო და რაღაცნაირად შეხედვა უფრო დიდ ემოციას გვაძლევს რაღაცის ვიდრე მოსმენა. კი, აი როცა რაღაცის აღქმა მინდა, მაინც წამყვანად და პირველად ეფექტად ფიქსირდება ხოლმე ეს ვიზუალური აღქმა. და აი აქ გამოტანილი მაქვს ესეთი ამბავი, რომ ესე იგი კოკო რა არის? ეს არის ისტორია ოჯახზე, სიყვარულზე და იმაზე, რომ დავიწყებაზე უარესი არაფერია. აი თითქოს ეს გვითხრა ამ ანიმაციამ, რომ გარდაცვალებაზეც კი, რომელიც საბოლოო ამბავი არის და მაგაზე იქით აღარაფერი აღარ არსებობს, ესე იგი მასაც კი მოეძებნება რაღაც უფრო მეტი, უფრო ცუდი და ეს არის დავიწყება. ესე იგი იქ ნახსენებიც არის ორჯერ გარდაცვალებაო. ესე იგი ერთხელ ხო გარდავიცვალე და ისედაც ეს ბედი მარგუნა სამყარომ და იქაც კი თუ აქ დამივიწყებს ვიღაცა იქიდანაც გარდავიცვლები და ეს ძალიან ემოციური ამბავია სხვათა შორის და მე მაგალითად ძალიან ბევრ რაღაცაზე სხვანაირად შემახედებს აი ადამიანების მოფრთხილებაზე ადამიანების სანამ ცოცხლები არიან თუნდაც აი ბებია ბაბუებზე ხო ეხლა მე ის ფუფუნება აღარ მაქვს სამწუხაროდ არც ერთი აღარ მყავს მაგრამ სხვათა შორის არ მაქვს სინანული იმის მიმართ რომ რომელიმეს დავაკელი სიყვარული და ბევრი ადამიანისგან მომისმენია რომ ნეტავ უფრო მეტი კავშირი მქონოდა და ნეტავ უფრო მოვფერებოდი და ერთადერთი ეს მაბედნიერებს რომ მე მქონდა იმის ფუფუნება რომ გამომეხატა ეს სიყვარული და აი ზოგჯერ ეს ანიმაცია გახედებს მაგ რაღაცეებზე უკვე სხვანაირად აი რომ უყურებ მე ჩემმა ერთმა მეგობარმა უყურა სხვათა შორის გაიქცა და ეგრევე ბებიას ჩაეხუტა რომ აი მოდი სანამ აქ ხარ მოდი ბოლომდე შევიგრძნო ეს ემოცია და რაღაცნაირად არ გაგატანო იქ მიღმიერს ნუ უფრო სხვა სამყაროში ის ტკივილი რა აი რაღაც ფრაზა არ მახსოვს ვიზია ადამიანი იქამდე ცოცხალი სანამ ის უყვართ ადამიანი იქამდე ცოცხალი სანამ ის უყვართ კი სანამ ახსოვს ეგ არის რომ იქამდე ცოცხალს თუნდაც იმ სამყაროში ვიდრე აქ უყვართ კი იცით ეხლა არ ვიფიქრეთ ხოლმე ეს რამეზე რომ აი როგორ ვეშინი ადამიანებს სიკვდილის ხო ყველა ვიცით რომ კი ეს ყველა ეს გასაგებია ვერანაირად ვერ ეგუება ადამიანს ვერა არის კულტურები სხვადასხვა მექსიკელები მაგაში რომ ვიტყოდი ძალიან მაგრები არიან რომ ანახეთ მოძებნეს გზა როგორ შეგაბუო და ცოტა მოგიქა ცოტა მოგადურო და მიგება გაგიჩინო რომ არა უშავს ეს ხდება მოგიშინია ამის თუნდაც ერვამობი ფორმები ვიზუალი ეს ყველა ეს საშიში არ არის ეს არის ერთ-ერთი ფორმა ახლა ალბათ ეს ადამიანის კრეატიულობის ამბავია ხოცდილობს რომ სიტუს რაღაცა გაექცეს შეეგუოს რაღაცა და ალბათ ეს ფორმა აი რა საპირწონედ რა დაუყენა სიკვდილს მეხსიერება
და ამაში გაგრძელება ადამიანის. კი. ანუ სიკვდილი არ არსებობს იქამდე სანამ ჩვენ გვახსოვს ბებიის ბებია. ანუ ეს სიკვდილის რაღაცა ისეთი ანტიდოტი ასე ვთქვა. შეიძლება ხო არსებობს და ხანახან გონი ამ თითქოს რაღაცას ვაგუებ ჩვენ რომ ასე ძალიან მტკივნეული არ იყოს. კი და ალბათ კი სწორად ამბობთ და ალბათ ამ ანიმაციის დანიშნულებაც ეს არის რომ იცი რა შევეგუოთ სხვა გზა არ გვაქვს ისედაც არ გვაქვს სხვა გზა კი ეს ამბობთ მაქვს რა ძბები ასეთი იყო და რაღაცა და ამით რაღაცნაირად ვაგუებ ჩვენთან სადღაც ჩვენში თითქოს ის არსებობას აგრძელებს ჩვენი მოსიერების მეშვეობით კი ისიც ხო არის აი კი ზუსტად სულ ყვილად არაფრის გამო კოკოს მამა როგორ შეიძლებოდა დავიწყებას მის ცემოდა საერთოდ როცა მის უსამართლოდ აი ნახე და უხელი ოჯახი ცხოვრობდა ტყუილში კი კითხვაც კი არ დაისვა არასოდეს ის რომ რატო აი ეჭქვეშ არავინ არ დააყენა ამ კაცის წასვლა როგორი წასვლა იყო მტკივნეული წასვლა იყო ეგოისტური წასვლა იყო ესე იგი არც კი გასჩენიათ თავში აზრად რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს გადმონაშთი და ეს წინაპრებისგან დატოვებული ამ შემთხვევაში ცრუ ინფორმაცია იმდენად მძიმეა და იმდენად მჭიდროდ ჩაჭიდებული ამ ადამიანებზე რომ არც კი უჩნდებათ შეკითხვა და ზოგადად ადამიანის ჩაკეტილობა და ადამიანის კომფორტის ზონა საიდან მოდის ესე იგი მე ამ წრეში ვცხოვრობ და მორჩა აღარ მაინტერესებს კითხვასაც კი არ ვსვამ თაობიდან თაობაზე კი მე გადმოგცემ თაობიდან თაობას ვაბარებ ბრას გახსოვთ ხო როგორ გაიხსნა ეს მიგელმა გახსნა ეს არავინ მიგელი როიყოს ალბათ რომ დაიჭირა შეადარა ფილმს კი ზუსტად გახსო ეს ანუ მიგელმა მოიტანა ეს სიმართლე ოჯახი კი ზუსტად იქ როეუბნება კადრიდან როეუბნება ხო რომ ზუსტად ეს არისო პატარა ბავშვი მიხვდა მაგ რაღაცას და ის მისი მისია თვითონ იგი წავიდა რომ მოსეკავდა და სიამოვნებაში უფრო დიდი მისია ქონია მას ოჯახისთვის ეს სიმართლე უნდა დაებრუნებინა რამაც გაამთლიანა ეს მატერია და იდეა შემოიტანა მუსიკა აი მეწარმეობაც დარჩა მაგრამ შემოიტანა ეს მუსიკა კი და გამთლიანდა კი და მეწაღეობა არ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ დამმიწებელ ფუნქციად მასში შემოვიდა ჰაერიც კი კი ძირითადი ეს ანუ შეიკრა და შეიძლება იმას დღეს ყავში მაქსიმენიად არსებობს ეს რამეს ტრანსგენერაციული ფსიქოლოგია სადაც განხილულია რომ ჩვენზე ცოცხლებზე წინაპრების ისტორიები მოქმედებს და თუ სანდო უსამართლობა ჩარჩენილი აი მაგ ზოგი ოჯახი ინახავს საერთოდ რომ რაღაცა ბაბუაში ციხეში იჯდა მალა ან რომ ვიღაცა ბიძაშენი არ ვიცი ქუდი იყო მალა იმალება ეს ინფორმაცია კი იცით ეს თურმე არ მუშაობს ეს დამავლები მე ჩნდება თავ აი როგორც მიგელი ეს სუპერ მაგ ფსიქოლოგიდან არის კი კოლექტიური მეხსიერება რასაც ქვია ეს გადადის ანუ დაუსრულებელი საქმე ერთი თაობის მეორეში თუ ერთმა თაობამ ვერ მოაგვარა მეორე თაობა უნდა იყოს და გამოჩნდება აუცილებლად ბავშვი რომელიც დაიზრდება დაიწყებს რაღაცას შეიძლება სიმპტომები წამოვიდეს რაღაც ძიები რომ აი სამართლიანობას სიტყვების უნდა საუც რაღაც ეთქობა უნივერსალური რაღაც კანონი არსებობს ბალანსის კი სიმართლე უნდა აღდგეს სამართლიანობა უნდა აღდგეს კი და სხვადასხვა ციტა გამოთქმაც ხო გვაქვს რომ ბაბუის ნაჭამა შვილიშვილს კი და ეს არ იკარგება და ზუსტად აი ფსიქოლოგიაშიც მნიშვნელოვანია ეგ ამბავი რომ აი ბებიას რაღაც დარჩენილი სევდა ის ტკივილის დაუმთავრებელი ამბავი რაც აქვს ზოგჯერ მისიად ევლინება შვილიშვილს თუ შვილთაშვილს რომ ეს შეასრულოს იმიტომ რომ ეს ხაზი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა უნდა ვაღიაროთ ხო ყველაფერი არის გენეტიკაზე დამოკიდებული ყველაფერი აი რაღაც თუნდაც დაავადება რომ აქვს ადამიანს პირველ რას იკვლევენ გენეტიკაში ხო არ გქონდა რამე მსგავსი ესე იგი მაინც მაკეთკენ მივდივართ რომ ეს სისხლის ძალა რაც არის და ის რაც მოედინება არ წყდება და არც გადაუხვევს გზიდან ის არის შენში მიეცა თავიდან ხოხარ ძანსტაში ყავდა რომ ჩემს დაპარი მკველი იყო და ფეძალად და მეცა რომ კი თავის დაპარი მართალი ყველის შვილი მეგონა თავიო და უცებ სხვა რეალობაში აღმოჩნდიო
მაგრამ თუნდაც ეგრე ყოფილიყო რაღაც მომენტში მაინც საბათმა შეძლოს იმან რომ იქ დააყენოს. კი. აქ რაღაცა კარგად აეწყო ყველა ამის გენეტიკურად ყველა სწორი ადამიანი აღმოჩნდა. და ერთი კიდე რას ვფიქრობ, იცით, ანუ რეალურად ეს ფოტოკოზი არის. ანუ ადამიანზე რომელსაც და დავაკავშირეთ წინა ჩვენს ფილმთან. ხო. კი, ან მოშლილ მეხსიერებას, ხო? ანუ ნამხელა ძალა რეალურად ანუ აქაც სიყვარულს. კოკოზე იყო დამოკიდებული რეალურად მისი გონება წაში და თუ არა მეხსიერებას უკვე ადამიანების ბედიდან მაინც ნამხელა როლი შეასრულა ამან. კი და სწორ რაღაცას ამბობთ. ნახეთ, ესე იგი, მთელი ეს ფილმი და მთელი ისტორიის დასასრული იყო დამოკიდებული ადამიანზე, რომელსაც აქვს ალცჰაიმერი, რომელსაც ცნობიერება აქვს დაბინდული და ესე იგი, ისიც რამდენად მნიშვნელოვანია, ნახეთ, ის საკვანძო ამბები, რასაც მიგელი ატრიალებს იქ სამყაროში, ეს ხო არ არის ხილული სამყარო და შეიძლება თუ არა ფსიქოლოგიურად, აი მარიამ შენც რო ჩამერთო, ეს ყველაფერი შევადაროთ არაცნობიერში დატრიალებულ ამბებს. ესე იგი, ეს არის რაღაცა, რაც ჩვენ არ გვემორჩილება, რაღაც თავისთავად ხდება თავში გონებაში, იმას ჩვენ იმ არეალს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ რაც სწორია, ის ხდება. და მე ზუსტად აი ეს მიგელის მოტანილი ლამპარი ზუსტად ეს არის არაცნობიერიდან გადმოსროლილი ცნობიერში ის რაღაცა, რამაც მე ეს ცხოვრება დამიყენა დღეს, რაც უკვე მოხდა და რაც უკვე ხილული არის. მაგრამ რამდენიმე ვერსიაში და ის იქნებში განხება მანქენ განტერობაც და გამოძახილია ეს კი პირდაპირ გეუბნება ძაღლის სახელი მაგას კი და აქაც არცნობიერსაც შევადარებ ხო ისიც ფაქტი კომედიაც შვედის ტიპის ფაქტურა პაპარაკი აქაც ეს არის და ვიზუალურიც ნაჩვენებია ბოლო ყველაზე დიდი გამონათება იყო რომ სიღრმეში რო ჩავარდა უფსკრულში რომ ჩავარდა კი რა სწორს ამბობთ კი დიდი ფსიქოლოგია თქო და ძალიან ეს კაკატოზე საწყისი პირველი ხო ხო ანუ იქ მოხდა ამ ყველაფრის გახსნა კი იყო ძირიდან ხო ანუ ზედაპირული სამტავითის გადაკრა კი არ მოხდა კი კი და ესეთი ხო არსებობს გამოთქმა რომ თუ ხე არის დაზიანებული მთლიანად ხეს რაღაც ჭირს მე თუ წამალს შევასხავ მარტო მის ერთ ფოთოლს ხე არ განიკურნება მე უნდა გავაკეთო ის რომ ჩავიდე ამ ხის სიღრმეში და იქ ძირში მოხდეს მკურნალობა რომ მე მთელმა ფოთლებმა ესე გაიხარონ და გაბედნიერდნენ იმიტომ რომ ერთი ფოთოლი აქ არაფერს არ ცვლის და არანაირი და სწორ რაღაცას ამბობთ ნახეთ ყველაზე ჩავარდნით მოხდა ზუსტად გაცნობაც ჩავარდნის დროს მოხდა უფსკრულიდან წამოვიდა ზუსტად აი ეს ანაცნობიერიდან რაც ვახსენეთ იდიდან და მე უკვე ეგო და სუპერეგო და სადაც ავდივართ და რაც რამწვერვალის გველის წინ ზუსტად იდზე არის დამოკიდებული ხო ეს ფიზიკური ვარდნა არის ზუსტად ჩაღრმავების მეტაფორა. მოდი ცოტა ხნით ხიდზე ვისაუბროთ. აი ძალიან ვიზუალურადაც ეფექტური არის ეს ხიდის ამბავი და ისედაც აი ფოთლებზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. რატო ხდება მაინც და მაინც ფოთლით ეს დალოცვა და დაბრუნება? რა არის ფოთოლი ამ შემთხვევაში? თუ დააკვირდებით ხიდიც კი ფოთოლი რა არის? აი ფოთოლი რო დავალაგოთ, ეხლა მე იქ რო ფეხს დავდგავ, ხო აუცილებლად ჩავარდები თუ რაღაც არ ამაგრებს. და ეს ხიდი მთლიანად თითქოს ფოთლით არის ნაშენები. ესე იგი, რა არის ეს? რწმენა არის, იმდენად დამაჯერებელი არის ის სინამდვილე, რომ ფოთოლშიც კი არ ვარდები? ფოთოლი ხო, ჩამოცვენილი ფოთლების ფერი არის. ანუ კი, შემოდგომის ანიმაციად მიიჩნევენ ზოგადად ამას. ესე იგი შეხვედრის წერტილი არის ეს ცოცხალთა და გარდაცვლილთა და ესე იგი იქ ცოტა გაშარჟებულად კი არის და სკანერში ატარებენ რომ აი თქვენი ფოტო დადო და შეგიძლიათ წახვიდეთ მაგრამ ესე იგი რამდენად ბეწვის ხიდი არის თუ რა შეიძლება დავარქვათ ამას რომ იმდენად სანდო ხდება უკვე ეს იქიდან გამოშვებული ადამიანი რომ ფოთოლზეც რომ დაადგავს ფეხს იქაც კი არ ჩავარდება იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაშენებული არის ნდობაზე და რეალობაზე და სინამდვილეზე ჩემთვის იმასთანაც ისიცირდება ანუ ფერიანთან ეს აირჩიეს ადამიანის ხო გარდაცვლილი ადამიანებისთვის არის ეს კი ეს ყვითელი ფოთოლიც რა არის ხო მოდაასრულა ხეზე ცხოვრება გაკუთა და ჩამოვარდა ანუ თითქოს ეგეც რაღაც სიმბოლურია მოწყდა ხეს უკვე თავისი ფუნქცია შეასრულა
და ჩამოვარდა, მაგრამ მაინც ლამაზი არის ის ჩამოვარდნილიც, ხო? ესე იგი თავისი რაღაც ამოწურა უკვე და ფუნქცია შეასრულა. და მის ადგილზე მე მომოვარდა სხვა ფოთოლი ამოვარდა. კი, და ეს ფოთოლი რეალურად რა არის, ხო? ანუ მას ბევრი რაღაცა აქვს ნანახი. ის თავის დროზე მწვანეც იყო, ხის ასე ვთქვათ, პატარაობასაც შეესწრო, ანუ მასთან ერთად გაიზარდა. კი, თლიანი ცხოვრების ციკლი აქვს გავლილი და თვითონ ფოთოლია, ხო? თითქოს არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ საბოლოოდ რა ფუნქციას ასრულებს ეს ფოთოლი? ეს ფოთოლი არის ზუსტად ის მაკავშირებელი ამბავი. ამ ფოთლით ეუბნებიან, აი ფოთლით ლოცავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის მართლა. ცხვირი მეც ხონდაო, კი და აი სხვათა შორის კარგ რაღაცას ამბობ. აი გახსოვთ ის მომენტი, რომ დანტეზე ბეწვი არა აქვსო და რანაირად გაცემინებსო და ესე იგი ძაღლს ბეწვი არა აქვს, ამას ცხვირი არა აქვს, მაგრამ ის თითქოს ბეწვის ეფექტს გამოსცემს და ეს თითქოს აცემინებს, როცა ცხვირი არა აქვს. აი ეგეც როგორი პარადოქსი არის, ანუ აი ბევრი სიმბოლო არის ამ ანიმაციაში ისეთი, რომელსაც ისეთი ჩაღრმავება უნდა, რომ ესე შეიძლება ერთი დიალოგი არ ეყოს. ესე იგი ბეწვი არ აქვს, მე ცხვირი არ მაქვს, მაგრამ მაინც მაცემინებს. ესე იგი იმ თითქოს არარეალურ სამყაროში, სადაც აღმოჩნდი, ეს ამბები მაგებინებს იმ ამბავს, რომ მაინც რეალური არის ყველაფერი, რაც ხდება, მაინც ნამდვილი არის და მაინც არის რაღაცა ხელშესაჭიდი. ანუ არ ვსაუბრობთ რაღაც წარმოუდგენელზე და რაღაც არარეალურზე. ხო. მოდი ცოტა ხნით გავამახვილოთ ეხლა ყურადღება ამ ნახევრად სიცოცხლეზე და ეს მიგელში შეპარულ ჩონჩხისებურ არსებაზე და იქ რო აიწევს ამ ზედასაც ეტყობა, ხო, როგორ ნელ-ნელა ჩონჩხად იქცევა. აი ეს ნახევრად სიცოცხლე და ეს შუაში გაჭედილი მიგელის ვიზუალიც რო აღვიქვათ, რა შეიძლება ნიშნავდეს. ესე იგი ჯერ კიდევ ეძებ საკუთარ სიმართლეს. ესე იგი, ან გარდაიცვლები, ან საბოლოოდ მოკვდები, ვერ აისრულებ ოცნებას და ვერ დაბრუნდები გამარჯვებული, ან დარჩები იქ, სადაც ხარ და თითქოს არც აი გმირის მოგზაურობაში ძალიან იმაზე აღჯერმეც რა. კი, არც იქით ხარ, არც აქეთ, კი, და ის მანდ არის ზუსტად გაჭედილი. რეალურად ეს ანიმაცია გვეუბნება, რომ სიკეთის არ დანახვა, ოცნების ვერასრულება და რაღაცნაირად ბოროტება ასოცირებული არის გარდაცვალებასთან. მეხსიერების დაკარგვაც, მეხსიერების რაღაცნაირად წაშლაც, ადამიანის გონებიდან ამოშლაც არის გარდაცვალება და მარტო გარდაცვალება კი არ არის, რომ ამას კი არ გვეუბნება, მასზე უარესი არისო, იმიტომ რომ გარდაცვალება დახატეს თითქოს ნორმალურ მოვლენად და უფრო ბოროტ ადამიანად და ბოროტ პერსონაჟად გამოიყვანეს ზუსტად დავიწყება. და აი ეს მაფიქრებინებს ზუსტად რამხელა შრომადევს ამ ანიმაციაში, რომ აი მაინც და მაინც მეხსიერება მოშლილი ადამიანი თავარ შემსრულებელ, აი საბოლოო ნაბიჯი, ვინც გადადგა, იყო ზუსტად ეს ადამიანი და ის ერთი წამით, აი ეს remember me, ხო? ინგლისურად გახსოვდე, გამიხსენე, თუ როგორ თქვათ ეს, აი ეს სიტყვა პირდაპირ გახსოვდე, პირდაპირ სიტყვასაც გეუბნები და რა სიტყვას გეუბნები, აი ის არის ზუსტად რაც მაბრუნებს ამ რეალურ სამყაროში. ესე იგი მიგელი არ არის მკვდარი, რადგან მას აქვს არჩევანი და სანამ ადამიანს არჩევანი აქვს და სანამ შეუძლია აირჩიოს თეთრსა და შავ შორის, სანამ შეუძლია კეთილსა და ბოროტ შორის და ინსა და იან შორის, თუ როგორც გვინდა ისე აღვიქვათ აირჩიოს, ესე იგი მაშინ არის ზუსტად ცოცხალი. თუ მე არჩევანი აღარ მინდა და იმას, რასაც თავაზობენ, ისედაც რეალურად მიმაჩნია და ვიღებ, ესე იგი არც ცოცხალი ვარ და არც მკვდარი, აი რაღაცა თითქოს ესეთი ამბავი არის. ის არ არის ცოცხალი, რადგან არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია და ზუსტად აი ეს თავის რეალურ სახეს, აი პინოქიოსსავით არის, ხო? ანუ ხის ბიჭუნა, რომელსაც უნდა რომ რეალური გახდეს, ოცნება აქვს და სანამ ესე იგი ოცნებას ხორცს არ შევასხამთ და სანამ საბოლოოდ არ გავაჟღერებთ, კოსმოსში არ გავუშვებთ იმ ჩვენ ოცნებას, რაც რეალურად გვინდა, არც იქით ვართ, არც აქეთ. აი ეს დამიწებაც სხვათა შორის, აი დამიწებასაც თითქოს მოუძებნა საბოლოოდ ეს თავისი დანიშნულება, რომ თურმე მიწაზე მყარად დგომაც არ ყოფილა ცუდი, ოღონდ მაგ შემთხვევაში უნდა ვიცოდე რა არის ჩემი რეალური დანიშნულება. გაუაზრებლად კი არ ვიდგე იქ, სადაც ვარ. ვიცოდე ვინ ვარ, რა ვარ და ისე ვიდგე ზუსტად აი ამ მიწაზე. ანუ იმ დგომასაც მივანიჭო თავისი დანიშნულება და რეალური სიმბოლური დატვირთვა. ჰექტორზე ცოტა რო გავამახვილოთ კიდე უფრო მეტად ყურადღება, ესე იგი ადამიანი, რომელიც არ არსებობს ორჯერ. წარმოიდგინეთ, ერთხელ გარდაცვლილი და მეორედ დავიწყებული. ერთხელ სიკვდილით არ არსებობს და მეორედ უკვე დავიწყებით და
თითქმის დავიწყებით, უბრალოდ გამოგლიჯეს აი ამ საბოლოო უფსკრულს, რასაც დავიწყება ქვია. როცა სამყაროში ერთი ადამიანის კი აღარ მოიძებნება ისეთი, ვისაც ემახსოვრები. და აი მოდი ცოტა ვიცი რომ ცოტა არარეალური არის ხა რაზეც შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ აი ამ ანიმაციით რისი თქმა უნდათ საერთოდ გამქრალ ადამიანებზე რას ფიქრობთ? აი ბუზღუნა როგორი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, საერთოდ რო გაქრა და აღარავის არ ახსოვდა. იქ უბანიც კი არის, ნახეთ როგორი სევდიანი უბანი იყო, რომ ესე იგი უკვე ბიძაშვილებს ვეძახითო ერთმანეთსო, რომ სტომატოლოგმაც გაიხსენა ვიღაცა, კბილის ექიმმაც გაიხსენა და ესენი საერთოდ აღარავის აღარ ახსოვს დედამიწის ზურგზე. დანარჩენებმაც იცოდნენ მისი არსებობას, სულად აშალო რა გააკეთეს არსებობიდან მეხსიერება არის. უბრალოდ ამ მეხსიერებას არ აქვს დადებითი კონტექსტი და კი. და არ აქვს გამოვლენა. აი ეს მომენტი, ეს იგი ნახეთ ტრადიცია ისეთი რომ მაინც სურათი ფოტო აი მაგის თქმა მინდა და კი. კი. და ეს კითხვა იყო ზუსტად ჩემი შემდეგი, აი რა ახსნა გაქვთ მაგაზე. თუ არ დაგებ, არ მუშაობს ეს მეხსიერება, მაგრამ ეგრე ჩანდა. ფოტოს არავინ არ დებდა და იმიტომ იყო ეს. ხო და აი რატო მაინც და მაინც ფოტო, აი რა არის ეს სიმბოლო? ფოტოს დადება. შეიძლება დღევანდელ რეალობას მოარგეს უბრალოდ და ფოტო მაგიტო? მე ცი რა ვიფიქრე მაგას დაკავშირებით, რომ ფოტოში ადამიანის ეთჩას როგორიც რეალურად არის. ხო? და შეიძლება ფოტო ასახავს რეალობას. მართლა როგორიც იყო ადამიანი მიკერებული რაღაცების გარეშე და ინტერპრეტაციების გარეშე, ალბათ მართლა ისეთი რომ ჩვენ წინაპრები რითი გვახსოვს? ფოტოებით. აი თქვენ ვისაც ვერ მოვესწარით ჩვენ, რომ გადმოვი, აი ყველას გვაქვს სახლში ალბომი, რომელსაც გადმოიღებენ და გათვალიერებინებენ ხოლმე, ხო და გვეუბნებიან, რომ აი ეს იყო შენი ბებია თუ რა ვიზეც იტყვიან, ხო? და რითი გვახსოვს ეს ადამიანი? შევხედავთ და მერე ვამბობთ, რომ უი თურმე როგორ გავარ, უი თურმე შე როგორ გავხარ. მაინც ფოტო მეხსიერებასთან გვაქვს შეხება. და ეს ფოტო შეიძლება ბელას ნათქვამით სწორი იყოს, რომ უბრალოდ თანამედროვე რეალობას მოუარგეს, თორე ეხა ჰექტორი ახსოვდათ, მართლა ახსოვდათ ეხა, ხო? ფოტო მაინც არ დაუდიათ, უბრალოდ არ გაქრება თუ ახსოვს. და ფოტო შემთხვევაში გადასვლის საშუალებაც ექნებოდა. მან იცი რა არის, რომ თავით ფოტო ფაქტიურად ამ კაცის ტანის ფოტო იდოი. კი. თავი არ არის უბრალოდ. უნდა ყოფილიყო, ანუ სახელმწიფო სრულყოფილად არიდო. ხო. აი სახელმა გამოჩენილიყო, მეგონი რომ თავი ყოფილიყო. და სახელ არ ჩანდა, იმიტომ წავიდა ეს უცნაურობა და გაუგებრობა. კი. ანუ საერთოდ სპაიგონა ის თავისი ბაბუა. კი. ანუ პიროვნება არ ჩანდა. და ფოტო ახლა ახმაში მართლა ფოტოზე არ არის საქმე, როგორც მატერიალური რაღაცა. ანუ ფოტოს დადება სიმბოლურად ალბათ ნიშნავს ადამიანის აღიარებას და მის გახსენებას საფრთხეში. კი. ანუ ხედავ ვაღიარებ ეს მომენტი. ანუ მარტო კი არ მახსოვს, არამედ ვაღიარებ, აღიარებით მახსოვს, კი. იმიტომ როგორც მახსოვს, არიან საგვარეულოში ადამიანები, ვისაც არ ახსენებენ. ეს კი არ ნიშნავს, რომ არ ახსოვთ, მაგრამ არ ახსენებენ, მალავენ, ჩქმალავენ. კი. მაშინ არ აღიარებენ. კი, სწორია. რო აღიარო, ეს ფოტო სიმბოლურად ნიშნავს, რომ ვაღიარებ. ეს ფოტო არის ალბათ სახელდება უკვე ამ ყველაფრის, კი. და კი, კი, კი. გარდაცვლების მიმართ, რომ არ ვიცი, კი. მარტო გახსოვს ამ შე რაღაცას აკეთებ. კი, და აი ნახეთ ეს მე შენ ხედავ მომენტი, ავატარი რომ არის ფილმი, აი მან დრო ეუბნება, ნაიტირი და ჯეკი რო ერთმანეთს შეხვდებიან და აქამდეც უყურებდით ჩვენ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა, როცა ამდენი ამბავი მოხდა და ჩვენ რეალურად დავინახეთ რაც იყო, აი ეხლა გხედავ. უბრალოდ კი არ გიყურებ, მართლა გხედავ, აღგიქვამ როგორც პიროვნებას. და ზუსტად აი ეს სახელდება და სახელის დარქმევა არის შეიძლება ეს ფოტო. და მარიამაც სწორი თქვა, რომ ესე იგი ფოტოზე ჩანვართ ისეთები, როგორც რეალურად ვართ და აი ეს დანახვაც არის ის, რომ მე რეალური შენ დაგინახე. მაგას ეხლა რაღაცა მეცნიერებთან დავთანხმდით, აღიარებასთან, რომ კი. აღიარებს არსებობას, კი. თორემ მხოლოდ მეხსიერებასთან არ გვაქვს შეხება. კონკრეტ რო შევხედო, ბავშვი რო ისდება, ბაზისური მოთხოვნა ერთ-ერთი არის აღიარება, დანახვა.
კი. მშობელი, რომელიც არ აკეთებს ამას, არ ხედავს ბავშვს. ის ბავშვი ძალიან იჩაგრება. მე მთელი ცხოვრება აქვს მოთხოვნილება დამინახე. ანუ თითქოს ის შემამჩნიეთ. არ ვარსებობ. კი. ვარ ხედავ. კი, ზუსტად. ხედავ გასკებულს მეხსენე. კი, არ მაღიარებ, კი. არ მაღიარებ, არ მისმე, არ ხედავ როგორიც ვარ. ხო და ეს მართლა ძალიან ესე კი, და რამხელა რამდენ ჩაღრმავებას იწევს ისე თითქოს არაფერი. ტანს არ ერჩოდნენ არაფერს. არა ის თუ დააკვირდი გიტარა რო შეკეცილი იყო, უკან რო იყო შეკეცილი. ეგეც აი რაღაც უნდა მეთქვა და ხო შეეძლოთ რომ სულ მოეხიათ. მაგრამ შეკეცილი იყო. ეგეც რა მნიშვნელოვანი რამეა, ნახე? ბოლომდე არ გადააგდეს. და ის მოხეული თავი კოკოს უჯრაში იდო. და ეს საიდან გაჩნდა კოკოს უჯრაში? ხა მეც ცოტა სხვა ფიქრების გეწავით, რატომ იდო კოკოს უჯრაში მაინც და მაინც ეგ? არ გადააგდო, შეიძლება გადაგდების უფლება არ მისცა? დედა მოაგლიჯავდა მართავს ქმარი დიდი ხანი. ამ ბებოსიტა. არა, ან კოკოს დედა მგონია, რომ ბებოსიტას გენეტიკურად გადაეცა კაცის სიზურვილი ფაქტიურად. ხო. ბებიის გარეს ეგონია კოკოს. მე ეს შვილი რადგან პატარა კოკო იყო და მამას ნოსტალგიით შინახა და დამალა და ამათ მარიცოდნენ რომ დამალული ქონდა. შეხული, იმიტომ რომ კოკოს უყვარდა, ანუ ახსოვდა ის რომ უმღეროდა. კი. და რეალურად მაგან გადაარჩინა რომ ანუ არ ჩაწყდა, მასაც ბრაზმა არ აჯობა და ამ სიყვარულზე მეტი არ გახდა ბრაზი. კი. და აი ეხა ამ აღმატებულ რაღაცებზე რომ ვსაუბრობთ და რამდენად მნიშვნელოვან რაღაცებს ვეხევით, მაგრამ ის ერთი რაღაც არ დავივიწყოთ კიდე, რამდენად მზაკრული და ცუდი იყო ერნესტოს ქმედება, როცა თავისი მიზნისთვის არც სიმღერა იყო თავისი, არც ნაწერი არ იყო თავისი, არც სიმღერის ტექსტი არ იყო და მითვისების რა ფორმა აირჩია ხალხო, ხო, ადამიანი მოწამლა. კი და რამდენი ადამიანი გვყავს ესე გაკერპებული თუ წარმოგიდგენიათ, რომლის უკანაც რა იმალება კაცმა არ იცის. ისე გარდაიცვალა ეს ადამიანი, რომ არც არავინ არ იცოდა, ესე იგი იქაც კი აღზევებული იყო და სახელიც კი დატოვა. და რეალურად ვისი სახელიც იყო ისი სანავის განახსოვდა, საერთოდ გარდაცვლილიც კიდე კვდებოდა. კი და ნახეთ, აქაც რამხელა სიმბოლო არის სახელის მითვისება, სახის მითვისებასაც ნიშნავს ამ შემთხვევაში. ესე იგი მიგელის იმის ჰექტორის სახე როდის დაბრუნდა საბოლოოდ იმ გასახსენებელთა სიაში, როცა ერნესტოს მზაკრული გეგმა განადგურდა. ესე იგი სანამ ერნესტო იტყუება და ამ ტყუილით არის მოწამლული ყველა, არ აქვს ჰექტორს თავისი რეალური სახე. აი მოპარული სახე, სხვადასხვა აქაც ანიმესკენ მივდივართ, იქ მოჩვენებების მიერ გადაცებულში no face რო არის გმირი ადამიანი, რომელიც სხვის სახეებს იტაცებს, ხო? ანუ რეალურად თვითონ არაფერი არ არის, ვიზუალურად რო შეხედავ, შავი სიცარიელია რაღაცა იმით, რა ქვია, გრიმით და ის იტაცებს სხვადასხვა ადამიანის სახეს და ესე არის ზუსტად ტყუილს ყავს მიტაცებული ამ ჰექტორის სახე და ზუსტად ბრუნდება მაშინ, როცა ეს რას გვეუბნება? თუ ბოროტება არ განადგურდა, სიკეთე ვერ არსებობს. თავისთავად არსებობს და ზუსტად ის არის თავარი, რაც ამარცხებს ამ ბოროტებას, მაგრამ აღზევებული არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და ისე ვერ ანათებს, როგორც უნდა სიმართლე თვალს ანათებს, ხო? და სინათლეს მატებს და ერნესტოს ტყუილი გამოაშკარავდა და ზუსტად მაშინ დაგვებრუნდა ჰექტორიც. და ეს ჰექტორი ძალიან კეთილი არის, რომ აი ამ თავის მოწინააღმდეგის შთამომავალს ეხმარება მის მოძებნაში. ხო, მაგრამ მას სურვილი აქვს, თვითონ თავისი მიზნები აქვს თავიდან. ხო, მაგრამ ეგეც ის არის, მისი სულიერების გამომხატველი ამბავი არის, რომ გულის სიღრმეში კოკო იმასაც ეხმარება მიგელსაც, მარტო თავისი ოცნება კი არ უნდა რომ აისრულოს და დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, მაგაზე არის და მთავარი აქცენტი გაკეთებული, თვითონ უნდა ეს, მაგრამ ბიჭსაც ეხმარება, კი. და კიდე ერთი მომენტი მქონდა, აი რა მომენტზე ეს ბებია რომ ღერის. ხო. მე ხო გაბედნიერდება რეალურად. გაიხსნება გონება. ხანი არ მღერია და ზუსტად მაგ ის ბებია. ნება რომ როცა ხვალ გიტარას ხელი აღარ მოკიდა, შენ რო შენოცნებობს. კი. მე სხვის მიმართაც ნაკლებად ესეთი ხარ. კი. შენ თავზეც უნდა ის კი, მართალს ამბობთ. ნახეთ, თვითონ ბებიაც როგორი ბედნიერია. იქ მიგელი რო გარბის და იქ რო გაეტევა და მე ბებია ვეღარ ეწევა და იქ რო იმღერებს, ხო? პატარა ეს სცენაზე რო შემთხვევით მოხდება. კი. მან ხო იმღერებს და მაგ დროს უბნება დაბრუნებას, იმ პირობას აღარ ეუბნება, რომ კი. მანდ უკვე აღარ ეუბნება. თვითონ
ბოღმა აღარ აქვს. ბოღმა აღარ აქვს და რადგან ადამიანები მაგიტოვანი თვითონაც არიან მაგიტომ ეს ფასაც მიუხედავად რომ ძალიან ახლობელია ხო და თავისი თანავალია მის მიმართაც კი ეგოისტური საქმე რადგან მან ვერ ის და ამ კუთხით მე ფასაც ამას უკლავს. ესე იგი ეს რას გვეუბნება რომ სიმღერა არა მარტო თეორიულად ცოდნა იმისა რომ სიმღერა ან კარგია ან ცუდი, როცა თვითონ ამოუშვა ეს ნოტები და თვითონ გაიხსენა რაოდენ ტკბილი არის, თურმე როგორ კარგად ღერო და რას მალავდა ეს ადამიანი თავის გულში, რომ თვითონ თავის თავს გახსენა, რომ რა თურმე რა ცხოვრება დაუკარგავს და რაში უცხოვრია საერთოდ და ის მომენტი არის კიდე კარგი. Remember, აი ზუსტად ამ მომენტში, როცა უმღერის მიგელი და ბებოც რო აყვება, თვითონ ოჯახი რო ერთმანეთზე არის ჩახუტებული და ისინიც რო აყვებიან და სრემლად რო იღურებიან. ესე იგი, ერთი წამი იყო თურმე საკმარისი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ეგრძნოთ რა ბედნიერები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და რამხელა დრო დაკარგეს. კი. კი. არასწორი ინფორმაცია ქონდა. კი, თორე ბოროტები არ იყვნენ, რა თქმა უნდა, კი. წყენამ გაუარა. კი. და რამდენი ადამიანის ოცნება ასრულდებოდა, რამდენი ალბათ ზოგი გააგრძელებდა ისევ ამ მეწაღეობას, მაგრამ ზოგი ადამიანი გაიაზრებდა, რომ უი თურმე გარეთ სამყარო არის და ის სხვადასხვა ის ძალიან ის არის კარგი ფრაზა არის, რომ ერთადერთი ოჯახი ვართო მთელ მექსიკაში, რაღაც ცნობილია ხო მუსიკით და მთელი ამბებით და ერთადერთი ოჯახი ვართო, ეგეც საგულისხმოა სხვადასხვა, რომელსაც მუსიკა არ უყვარსო და ეს თავისთავად პარადოქსი არის უკვე, ესე იგი ვიწყებთ რაღაცით, რაც ისედაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მექსიკაში მუსიკა არ გიყვარდეს და არა მარტო არ გიყვარდეს, გეზიზღებოდეს. ესე იგი რაღაცა და სხვადასხვა ის რო აცემინებს ძაღლზე რო ალერგია აქვს, ეგეუნება რომ თქვენ ოჯახს წყევლა აქო, თავიდანვე წამოწდა ეს. ესეც რა უბრალოდ წამოწდენა კი არ არის, ესეც რაღაცა თითქოს სიმბოლო არის შემოგდებული, რომ წყევლა გაქვთ და ეს წყევლა არის ტყუილი. და აქედან ამისგან უნდა გათავისუფლდეთ. მერე კი ამბობენ რომ აი ფოტო არ იყო და რაღაც, მაგრამ ის წყევლა რაც არის, ეს არის ზუსტად ის ტყუილი, რომელიც უნდა გადაიქცეს სიმართლეთ რაღაცნაირად. ხო, და ზოგჯერ გონია, რომ ტკივილს დავიწყება სჯობს, მაგრამ კოკო გვიჩვენებს, რომ მხოლოდ გახსენებით ხვდებით ცოცხლები და ეს მეხსიერება არის ზუსტად ის, რაც ინახავს თაობიდან თაობაში, გადასცემს ემოციასაც და ზოგადად სიმართლესაც. და დასასრულისკენ რო წავიყვანოთ, აი ეს რამდენიმე კითხვა რო დაუსვათ ესე საკუთარ თავს, რომ რას ფიქრობთ, ზოგადად გვიცავს თუ გვამძიმებს წარსულის გახსენება? აი ზოგჯერ ხსნის ფუნქცია აქვს ამ წარსულის გახსენებას. ზოგჯერ თუ აი მე ანიმაციები ხო ძალიან მიყვარს და აი ახლა უცებ ამოტივტივდა თავში მუფასა რო ეუბნება ხო სიმბას რო ჩაიხედავს იქაც სხვადასხვა სახელდება არის და ეს გუბეში ჩახედვა ისევ საკუთარი სახის დანახვა რო გაიხსენე ვინ ხარ და სიმღერასაც კი ეგრე ქვია ხო გახსენება ქვია და ეს გახსენება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა გახსოვდეს საიდან მოდიხარ და ვინ ხარ და ეს ახდენს ზუსტად სიმბაში გარდატეხვას და მაშინ ბრუნდება ხო როცა გონია რომ დამნაშავეა იქაც ტყუილი არის ზუსტად თავარი ბოროტი ამბავი იხსენებს და ბრუნდება და აი რა არის ეს წარსული უნდა შეერქო უნდა შეერქო და მე ეს ლაიქი კი, წარსულის გარეშე ადამიანს ზოგადად არც შეუძლია ცხოვრება, იმიტომ რომ ყველა ეს მეხსიერების საცავი რაც არის, ზუსტად ამაზე ვაშენებთ ხოლმე ადამიანების ცხოვრებას. მომავალი არის ის, რაზეც ვფიქრობთ, წარსულიც არის ის, რაზეც ვფიქრობთ და გამოცდილებას ვეყრდნობით და უკვე რეალობა არის. აი კუნფუ პანდაშიც რო არის, ხო, present არისო, მიმდინარე პერიოდიო და საჩუქარიც ზუსტად ამიტომ ქვიაო, რომ აი ეს არის, ეს წამი არის საჩუქარი, რომელშიც ცხოვრობ და რომელშიც რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო. რა? შეიძლება ხო? არ არის შემთხვევითობა, კი. ჩვენში არის მექანიზმები, რაც ძალიან ვიცავს ადამიანს ვიცავს თავს ტკივილის განაჩვენებელი და სოციალური ემოციური ტკივილის კონტროლი. ამიტომ გვაქვს აი ეს დაცვითი მექანიზმი, რომელიც არ გაგახსენებს სადღაც მიჩხრავს, საერთოდ დაგავიწყებს. კი. და ტკივილს ვერ ვიტან, მაგრამ სინამდვილეში გამოდის, რომ ეს თუ არ გახსენი და ცოტა ხანი არ გეტკინა. შეიძლება საერთოდ
მართლმადიდებლობით წახვიდე და ძალიან ცუდად წახვიდე. კი. ესეთი რაღაც ძილში გამრუებაში ყოფნა, ანესთეზიაში ყოფნა, ეს არაფერს არ უწყობს ხელს. ეს არის სრული გზის დაკარგვა. და რაც დრო გადის, მით უფრო მტკივნეული იქნება მერე იმასთან შეხება. უბრალოდ მგონია რომ აი ტვირო გახსნა რაღაცა ძალაობა უნდა გქონდეს, ან ყოველთვის შეიძლება ვერ მიიღოს სწორად. აი შეგანი ძალა უნდა გქონდეს. კი, უბრალოდ უნდა იცოდე თან ალბათ იმის აღმოჩენა საკუთარ თავში, რომ როდის ვარ მზად. როდის დგება ეს მომენტი, როცა მზად ვარ. და უბრალოდ გადაგასახდა, როდის უბრალოდ მაგას შეთხოვო. ეგრე შეიძლება ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება აი მაგ გაქცევაში იყოს. ეგრე ახალებს ცხოვრებას რო აქვს. სუგარბის. სუგარბის. კი. ეს საერთოდ გაუაზრდა, უბრალოდ გაუაზრდები. კი, და აი სხვადასხვის კი დიდი გამბედაობა ჭირდება ამ სკივრისთვის თავის მოხსნას, იმიტომ რომ ყველას ამისი გამბედაობა არ აქვს. გმირის მოგზაურობა ზუსტად ეს არის, ამიტომ შექმნა ამ კაცმა ზოგადად ეს გმირის მოგზაურობის შკალაც, რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რომ მარტივი არაფერი არ არის, მარტივი არის უბრალოდ, რა ვიცი, დაწვე და იძინო, ხო, მაგრამ ეს ხო არ არის ცხოვრება. მარტივი არ არის შეხედო არც წარსულს, არც აწყოს და არც მომავალს. მტკივნეულია დანახვა ზოგადად. აი ზუსტად მაგის მოგზაურობა მაგალითად ზოგიერთ წესს სასურველია რომ ყველამ გაიაროს, რომ უნდა ადამიანი და კოკოს ოჯახის, მიგელის ოჯახის წევრებს არ ქონდათ ეგ ტრანსფორმაცია გმირის მოგზაურობას გზა. არცა წასულან, სახლიდან არც გასულან. კი. აი ამაში ამყოფებდა. ზღურბლზევე აკავებდა, კი. და ზოგადად მოგზაურობა იწყება დატოვებით, სახლის დატოვებით. შემდეგი თავდა ცხოვრება წინა თაობასავით. კი. წინა თაობის ცხოვრებას იმეორებდა. კი, აი. ძალიან მეტად ჩვენ ქართლის საზოგადოება. კი. ისინიც არ თან შვილებს. ოღონდ შვილს რამე პრობლემა არ ქონდეს. თვითონ მოუგვარებს, თვითონ არიდებს და ასე შემდეგ. მის მაგივრათაც კი ცხოვრობს რაღაც მომენტი, კი. კი. ეს მიყენებას სიკეთემია. ხოდა ამიტომ ამას ისეთ ცუდი შეხედავთ ახლა როგორი. კი, როგორი შედეგები მოყვება, ხო? კი, და განსაკუთრებით კაცებში, კი, მუდმივად ბავშვებად რომ ტოვებთ ხოლმე სამწუხაროდ და ხო ეგ არის. დედების დამსახურება. კი, ბავშვი როდის სწავლობს სიარულს, ხო? პირველ ნაბიჯებს დგამს მაშინ, როცა ერთხელ დაეცემა, მეორედ დაეცემა, მერე ისევ თავისი წამოდგება და ბოლოს მყარად დგება, ხო, ფეხზე და ეს თითქოს ეს არის. მე რო სახლიდან გავალ, გამოვაღებ კარს და გადავაბიჯებ ამ ზღურბს და მოგზაურობას დავიწყებ, არ ვიცი რა მელის წინასწარ არ შემიძლია რომ ეს განსაზღვრო, მაგრამ თავარი ამ მომენტში არის ის, რომ სიარული გავაგრძელო უბრალოდ. და ეს მაჩვენებს რა მელოდება და საითკენ მივდივარ. თუ არ დავიძარი, თუ არ წავედი, სახლში არაფერი არ ხდება. თავარია რომ წავიდე. რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ოცნება წარსულიდან მომავალში გადაიტანოს და თავად გახდეს საკუთარი ისტორიის გამგრძელებელი და არ დააპაუზოს ეს თავისი ოცნება და ოცნება არის ზუსტად ბიძგი. მუსიკა ამ შემთხვევაში რა როლს ასრულებს? მუსიკა არის, რასაც მისდევს მიგელი და იმას დასდევს იმ თავის ოცნებას, კი. და მუსიკას თვითონ რა არის? მოძრაობაა, ჟღერადობაა, მელოდიურობაა და მუსიკა არის რიტმი, ცხოვრების რიტმს, რაც მაძლევს. ხო. და ეს კითხვაც ესეთი ერთ-ერთი საგულისხმო არის, რომ შეგიძლია თუ არა იყო თავისუფალი წარსულის გარეშე და აი თქვენ რა თემაც ახსენეთ, ხო, ის სკივრი თუ თან დაგყვება, რომელსაც თავს ვერ მოხსნი ვერასოდეს. საბოლოოდ ბოლომდე თავისუფალი მაინც ვერ იქნები. შეიძლება თავს აჯერებდე, რომ მე თავისუფალი ვარ, მაგრამ ის, რაც აუცილებლად გასახსნელი არის და ის, რაც აუცილებლად სანახავია, სანამ ვიცი, რომ აი ზუსტად აი სიზიფეს ქვასავით, ზუსტად რამდენჯერაც სადმე მწვერვალზე გადაწყვეტ ასვლას, მაინც ჩამოგკაჩავს და კიდევ მოგიწევს ამ მწვერვალზე ასვლა და გმირი და რაღაცნაირად აი გამბედავი ადამიანი არის ის, ვინც ამას გახსნის და აი ეს ავატარივით ეტყვის, რომ ისი რა დაგინახე უკვე და გხედავ. აი აქაც რა იყო, ხო, რეალურად რასაც ეძახენ მათთვის ახლა მუსიკა იყო. კი. პრობლემა მტერი და როტი არსება მუსიკა. კი, მუსიკა მოძრაობაა რეალურად. კი არ მიიღეს აი უარყვეს რაღაცნაირად და ტრავმის დამუშავებაც რა არის, ხო, იმის თქმა კი არა რომ ეს ტრავმა კი არა ხალისი ყოფილა, არა ვამბობთ რომ კი ბატონო ეს იყო ტრავმა, ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ცუდი იყო, ესეთი გამოცდილება დამიტოვა, მაგრამ რაღაცა დავამუშავე, გრძელდება ცხოვრება და უბრალოდ გადაყავს გამოცდილებაში, ხო? და ამათმა კი არ დაამუშავეს, გაექცნენ და რო გაიხარა, ვიღაც მაინც სისტემურ განლაგებაში ძალიან არის ხოლმე.
თქვენ სახელი არის, თქვენ რო ამბობდით. ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე რომელიმე თაობა. სისტემური განლაგება საინტერესოა, სხვათა შორის კარგი სერიალი არსებობს, მაგაზე გეტყვით მერე. კი. ადამიანი მომავალ თაობაში, რომელიც იგივე იმას კი. ოღონდ უფრო საპირისპიროდ იმეორებს, მოსასრულია ხოლმე რომ შეეწინააღმდეგოს, მე არ იკარგება. ციხესაველი იქნება ამ იმაში. არ იკარგება, კი. ძალიან მაინტერესებს ეგ, რომ აი ხმელის გამო რო ეგ რაღაცა. კი, სხვათა შორის ხო იკვლევენ კიდეც, რომ აი არსებობს რაღაცა ისინი გზები ხო, რომ აი საიდან მოვდივარ გენეალოგია, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი რაღაცა, რასაც ვიცით, რომ ვერ გადაუხვევთ, არის ეგ. ჩემი გენეტიკა რაც არის, ვუყვება ის და ამას უბრალოდ აი ისევე როგორც აი ნახეთ თან დასასრულისკენ წავედით და მივედით უფრო სწორად და კი. გენოგრამა. კი. გენოგრამის შედგენა ნიშნავს საერთოდ დაჩვენებს შენ საგვარეულოში რა ხდება და პატერნების მოძებნა, რა მეორდება ციკლები. ხო. სანამ ამას საინტერესო პროცესია, კი. შენ გონია რომ შენში ხდება, შენ კი შენ ატარებ რაღაც ოჯახის თემებს. გერგო უბრალოდ ეს, კი. იმას თუ არ შეეჭე მარტო შენ რაღაცა და მან საიმედო არის ის რომ შეგიძლია განთავისუფლდე. კი და აი სხვათა შორის ადამიანებმა დაზუსტებით ბევრი რაღაცა არ ვიცით ხოლმე, ხო? აი რაღაცაზე ვიტყვით, რომ აი შეიძლება ესე იყოს, რაღაცა შეიძლება არც გამართლდეს, ტყუილი აღმოჩნდეს რეალური, მაგრამ საბოლოოდ ისევ ამ ანიმაციის მთავარ სათქმელს რო დაუბრუნდეთ, ერთადერთი და სამწუხარო ამბავი, რაც ვიცით ყველა ადამიანმა დაბადებიდან არის ის, რომ ოდესღაც 100 წლის მერე ყველა გარდავიცვლებით. ეს არის რაღაცა, ეხლა რო დაუფიქრდეთ, მართლა რეალურად, მართლა ზუსტად ვიცით. ამას ხო წყალი არ გაუვა. ესე იგი, რამდენად ტკივნეული არის ამის გააზრება, მაგრამ ერთადერთი არის, რაც ზუსტად ვიცით. ბევრი რაღაცა ვიცით კიდე, რაღაცაზე რწმენა გვაქვს, წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ ეს არის, რაც ვიცით, რომ დადგება ოდესღაც. უბრალოდ, აი ეგ არის რა, მთავარი ჩვენი მისია ამ სამყაროში არის ის, რომ ისე ვიცხოვროთ და ისე წავიყვანოთ ეს ჩვენი ცხოვრება, რომ ის როგორც კოკო გვეუბნება, აქაც ვახსოვდეთ მე 100 წლის მერე ადამიანებს. აქაც მიგვიყონ და იქაც მიგვიყონ, კი. აი ხო თითქოს სუდიერად ახსაიდებს მაგის მეხსიერებას, რომ კი. რეალურად მაგისი გახსენება აძლევს ცხოვრებას უფრო რაღაც განცდის საშუალებას და უფრო აფასებს ყველაფერს თუ ეგ გახსოვს. კი. ეგ ინდო questions ლათინური მომენტომური ნიშნავს. მომენტომური, კი. ეს ხალხი ადრე მიხვდა, ეს უნდა გახსენე შენ თავს ეს არის. კი. და ეს ბოლო კითხვა რაც არის ჩემი დღეს, რომ თუ მთელ საზოგადოებას წამს ტყუილის ერთი ადამიანის ჭეშმარიტებას აქვს თუ არა მისი შეცვლის ძალა. და მიგელი ამტკიცებს ზუსტად ამას, რომ აი ზოგჯერ ფუჭი ეჩვენება ადამიანს ის, რომ აი მოიცარა, ეხა ყველას ამის ჯერა და მე ეხა რომ რაღაცას ვიტყვი აქ სიმართლეს, ვის რაში აინტერესებს, მაგრამ რეალურად ამ პატარა ბიჭის ისტორია გვემტკიცებს იმას და გვაჯერებს იმას, რომ კი, შესაძლებელი არის. კი, ზუსტად. ერთს ჯერა კი, გენიალური ფილმია, კი. როგორ შემოატრიალა მთლიანად, ხო, მთელი ეს რიტორიკა რაც იყო და ერთ ადამიანს, აი სიმართლე იმდენად ანათებს და იმდენად ლამაზი მელოდიით მართლა მუსიკას რო დაუკავშიროთ ჟღერს, რომ ის თავს მაინც გამოიჩენს იმ უფერულობაში. მეტაფორად სიყავს რას მახსენებს ხოლმე სიკეთე და ისეთ რაღაცები რაც სიკეთეს ემსახურება და სამართლიანობას, აი სულ პატარა ბიძგი რომ ისე პატარა ნაკორჩხალი რომ ის აუცილებლად გაღვივდება. აი გზას იპოვის, უბრალოდ რაღაცა სჭირდება რომ სულ პატარა კი. მაგრამ ყოველთვის ფაქტობრივად არ არის. არა, ყოველთვის არა, მაგრამ ბევრი ნაკორჩხალი ხრება. კი. ესე იწყება ხოლმე. ან ხრება, ან ღვივდება. ან ხრება. კი. ანუ ეს იდეალისტური წარმოდგენაც რომ ყოველთვის დაგვიება და რაღაც შეიძლება. არა, მე შეიძლება წვიმა მოვიდეს ჩაავინესტოს ყველაფერი. ბევრი გარემოება არსებობს. რომ მოხდეს, აი სულ პატარა ისიც არის საკმარისი, რომ მე იმან თავისი გზა იყო. კი. ეს საინტერესო კიდე ასაკის ამბავი. ნახეთ, ეს ასაკი სანამ ნორჩია, ხო, არ არის 12 წლის არის, კი. ხო. ეგეც სიმბოლურია, კი. ხო, ანუ ამ ასაკში არ არის ჯერ ჩამჯდარი ის რაღაც კონფორმული რაღაცები, ის გაჯერებული ტენდენციური ტრეინინგი, ამბირობებული და რაღაცა, ხო? იმიტომ ან არ
დევი შანსი გახსნის და აფიზიერების. კი. სამწუხაროდ დენგირანე ასაკთან ერთად მე იხურება ადამიანს. კი, და ის რაც ვახსენეთ, ხო, ის დამიწება არ არის მომხდარი ჯერ საბოლოოდ მასში და დარჩენილი არის აღმაფრენა და ის სურვილი, ხო? ეს დამიწება კი კარგია, მაგრამ თუ მოხდა მხოლოდ დამიწება, იქ უკვე ბევრი რამე იხურება. კი, ბევრი რაღაცისთვის ადგილი აღარ რჩება. კი, ბევრ რაღაცას ეცნობა. ცხოვრებისეულ სირთულეებს ეცნობა ზუსტად მაგ მომენტში. აი, სხვათა შორის ტყუილს რამხელა გზეგავლენა აქვს მასზე, აი ტყუილი როდის ნახა პირველად, როცა ეს ჩამოენგრა ხო, თავზე ეს ბაბუარო ეს არ აღმოჩნდა, თურმე ეს ადამიანი ყოფილა, რომელმაც ნამდვილი ბაბუა მოწამლა, ესე იგი, იმდენად მტკივნეულ რეალობას ეჩეხება, იმდენად დიდ ტყუილს, რომ აი ზუსტად მან დეპარება უკვე ეს ასაკობრივი ამბავი და ბავშვი აღარ არის. და ის როცა უკვე უკან ბრუნდება, რა თქმა უნდა, ისევ ბავშვია, მაგრამ გააზრებულად ბრუნდება უკვე. და აი ტყუილი ემოციები და ტყუილი ოცნებები კი აღარ აქვს, ყველაფერი გააზრებული მოაქვს უკვე და იწყებს ცხოვრებას. ხო, აი ეს გაურება რაც მან მოხდა, ხო, რომ ეს ორი მამაკაცი ყოფილა სინამდვილეში, ხო? ცხოვრების კიდევაც იმას ძალიან ბევრ ცდუნებას ბაწყობს. კი. გონია რომ ერთია რაღაც მოსავალ თურმე საერთოდ არასწორებს იგი. აი მიღაბი. აი მან შინაგანი რაღაც ინტუიცია თუ არ დაგეყარა რაღაცა, შეიძლება საერთოდ რაღაც მაგაჩი და დინამიკა გქონდეს და ამ საერთოდ დაწდებს. კი, და სხვათა შორის აი სიმბოლურად ამას ისიც ამყარებს, რომ იქ თუ გახსოვთ, რომ მას სჭირდება სახის შეღებვა, რომ იქაურ საზოგადოებას მოერგოს. აი ეს რაღაცა ნიღბის მორგებაც ერთ-ერთი სიმბოლიკა შეიძლება იყოს. კი. უნდა მოერგო ზოგჯერ სიტუაციას, კი. 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 მაგრამ იცით ის დავრჩა მაინც შეკითხოს მომიწონა, რომ აი ის ბუნბუნა თუ არ არის არ ახსოვს. რა ხია ეგ ვისაც არავინ არ ახსენებს. კი, საინტერესოა. ხო, შეიძლება რომ მართლა მსუბოროტები იყვნენ, მე არ მგონია რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი ადამიანები არიან. აი ვერსიას არ თუ წარმოვიდგინო თუ ადამიანი ვისაც არავინ არ ახსენებს. თავმოყრობის ნაწილს ავაკავშირებ ან ვისაც თავმოყრობა არ გაუწდა ან არ. შეიძლება. ხო, მაგრამ მარტო თბილისის გამოვარის არ იყო ოჯახის ხაზი. მარტო ოჯახის ხაზი არ იყო, კი. ანუ თავარი არისო, რომ ჩვენზე ისტორიები იცოდესო და ეხლა კბილის ექიმმა მინიმუმი მაინც იცის ჩვენზე, ესე იგი რაღაცით გვიცნო. მაგრამ ნახეთ აგ რა მომენტი არის კიდე მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცით ზუსტად რომ ფოტოში არის აქ საქმე, მარტო გახსენებაში კი არა. ესე იგი ამ ადამიანების, ესე იგი იმდენად არ გაიხსენეს, ხო? ადამიანები ვისაც არაღია არ ხედა მიმიწყებული, ხო? ხო, აი რაღაცა შეიძლება ცოტა თუ მიამიტური სიმბოლიზმისკენ წავალთ და რაღაცა ცოტა ფსიქოლოგიურად ჩაუღრმავდებით, შეიძლება ეს ადამიანები ჩვენში მივიწყებული ემოციებიც იყვნენ, ან რაღაც ისტორიები თუნდაც, ან რაღაც, ხო, აი რაღაცები, რაც ისე შემოვდეთ თაროზე, რომელიც აღარ გვახსოვს, რაც დაგვავიწყდა, რაც საერთოდ აღარ ტივტივებს ჩვენ გონებაში, აი რაღაც მიკარგული ადგილი არის, სადაც ცივა და სხვათა შორის აი ეს Inside Out რო არის ანიმაცია თუ იცით, მანდ არის ხო ციხარული სევდა, რამდენიმე ემოცია ხო არის, ეს ემოციების აუ სხვათა შორის უყუროთ მაგას ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. პირდაპირ მნიშვნელობით ცოცხლები არიან ადამიანები, ანუ ადამიანებად არიან წარმოდგენილები, ემოციები. სიხარულს თავის სახე აქვს, უბედურებას თავის სახე აქვს, ბრას თავის სახე აქვს და იქ არის ერთი საინტერესო კუნძულს ეძახიან, მეხსიერების კუნძულად აღიქვამენ და იქ არის მიტოვებული ემოციები. ემოციები, რომლებიც ბავშვმა გადააგდო და დაივიწყა. ბოლომდე კი არ ნადგურდებიან, უბრალოდ მეხსიერების კუნძულს ეძახიან და მისი მონახულება შესაძლებელია ისევ თუ ოდესმე დაგჭირდა, მაგრამ იქ ცივა, იქ შესვლა არ არის მარტივი, იქ მოხვედრა რთულია და რაღაცა ესეთ ასოციაციას იწვევს ეს ადამიანები კი. აი ერთ-ერთ ანიმაციად მოვიტან ამას და აუცილებლად ვნახოთ, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა. იმიტომ რომ რაღაც ის გამოიწვია ეს კი. კი, აი სიმღერა რომ მოითხოვა და რაღაც გიტარა ქონდა. კი, აი მუსიკასთან იყო კავშირში და რაღაცა კი და სხვათა შორის ჰექტორი ნეტა
სიცოცხლეში დაუმეგობრდა მას თუ იქ დამეგობრდნენ, ეგეც საინტერესოა. მე მგონი რომ სიცოცხლეში იმიტომ რომ მე რომ მიყვარს ის სიმღერა მიმღერეო ეუბნება. კი. მოკეთ საინტერესო კითხვებს აჩენს ეს ანიმაცია და მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კი. თუ არ გსურთ რამის დამატება კი, მე ტრადიცია მაქვს ამას მართლა ესე ვუყურებ ხოლმე აი აღდგომის პერიოდში რაღაც და აი ბევრჯერ ყურების მერე კიდე რაღაცეები ამოტივდება ხოლმე და რაღაცეები იჩენს თავს და მართლა საინტერესოა. რამდენიმე ესეთი კარგი ანიმაცია არის კიდე რომელიც აი ერთხელ რო ნახავ მე აღარ გავიწყდება. აი რაღაცეები ხო გვაქვს ნანახი რაც აი თითქოს აღარ გვახსოვს, მაგრამ აი კოკო მაგალითად ჩემთვის არის ანიმაცია რომელიც აი მახსოვს, აი რაღაცნაირად მახსოვს სულ. ეს დიდაქტიკური ზღაპრები. რაღაცა თემა რაც მინდა რომ ბავშვამდე როცა ბავშვი დამუშავებდა, ან მოზარდთან მივიტანოთ იმ თემის გარშემო, აი მაგალითად შეიძლება აღებული იყოს წარსულის ან წინაპრების მნიშვნელობა. ბავშვს ეს ფორმულად და მოყოლებული მნიშვნელოვანია წარსული გვახსოვდეს, აი ძალიან მახსენდებოდა ეხლა ეს რომელს პოლიტიკური ფორმით არ მოგთავდა დაიწერა. კი. ზღაპრი ფორმით რა, ზღაპრის ფორმით რომ ზღაპარში ხდება ეს ყველაფერი რომ ცოცხალი კი. გადადის და იქიდან გადმოდის და აი თერაპიულიც არის ეხლა რა, როცა იმის ტექნიკა იცი როგორ იწერება და ამას უყურებ სხვა თვალით, აი დასაწყისში გეუბნები და სხვა ვინდა რო უყურებს სხვა რაღაცას ხედავ. კი. აი ძალიან გავს დიდაქტიკურ ზღაპარს. როცა რაღაცას ქმნი, იმიტომ რომ მიიტანო ეს ინფორმაცია, ну, ამ შემთხვევაში ბავშვებთან ჯერ დიდებისაც იფიქრება. სოციალურში რაღაცას როდებ არავინ არ იცის ვინ უყურებს. კი. და ვინ მოკრავს თვალს და ვის რა შთაბეჭდილება გაუჩნდება. კი ბატონო, საინტერესოა. დავასრულოთ მაშინ. საინტერესო იყო. მადლობა პირიქით.